საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუტაშვილი ვარ. დაიძინა და აღარ გაიღვიძა, ასე მთავრდება ათობით ამბავი, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ახალგაზრდებს შეეხება და ძალიან ხშირად ხდება ჩვენს გარშემო. ხშირად უხერხული ჩურჩულით გარდაცვალების მიზეზის გამრკვევის დროს პანაშვიდებზე, გულის შეტევის, ანევრიზმის და სხვა დიაგნოზების დასახელება და არა რეალური მიზეზი, წამლის ზედოზირება. სტიგმას, რომელიც ისედაც გაუბედურებულ ოჯახს, სირცხვილის გზნობას უჩენს და ამ თემაზე ღიად საუბრისგან თავშეკავებას უბიძგებს, ქმნის საქართველოს ნარკოპოლიტიკა 10 წლეულების განმავლობაში. ხელისუფლებაც ისე იქცევა, როგორც ადამიანები პანაშვიდებზე. ნარკოპოლიტიკის ექსპერტები გვარწმუნებენ, რომ შსს მიერ გავრცელებული სტატისტიკა თითქოს საქართველოში ზედოზირებით გარდაცვალების მხოლოდ 40 შემთხვევა ფიქსირდება, კატასტროფულად აცდენილია რეალობას. რეალური მიზეზების სანაცვლოდ დასკვნაში ხშირად გულის გაჩერება, სხვა დიაგნოზი რეგისტრირდება, დაიძინა და აღარ გაიღვიძა. ასე მთავრდება ორი პატარა ბიჭის ამბავიც, რომელსაც ჩვენს რეპორტაჟში მოგიყვებით. პირველი ჩაგვთან ახლოს სოფელ ხალას სასაფლაოზე მოვისმინეთ. ქობულეთელი გიორგი შავიშვილი ჯერ 17 წლის იყო. სკოლა 20 დღის დამთავრებული ჰქონდა. 2 კვირაც არ იყო გასული, რაც დედა სამუშაოდ უცხოეთში გაემგზავრა. რა წერია დასკვნაში ნარკოტიკული ზედოზირება თუ გულის გაჩერება ოჯახმა არ იცის. ექსპერტიზის პასუხი მათთვის არ უჩვენებიათ. მეორე ამბავი ავჭალის სასაფლაოზე მოგვიყვა დავით ბლიაძის ბაბუამ. დათო 22 წლის იყო. ისიც ემიგრანტის შვილი. რკინიგზის კოლეჯში სწავლობდა და პარალელურად ელექტრომატარებლის მემანქანის თანაშემწედ მუშაობდა. არც დათოს ბაბუამ იცის, რას ამბობს მისი შვილიშვილის ექსპერტიზის დასკვნა. იცის მხოლოდ ის, რომ იმ საბედისწერო ღამეს, როდესაც დათო შეუძლოდ გახდა, მეგობრებს სასწრაფოს გამოძახება უნდოდათ, მაგრამ დათომ უარი უთხრა. რამდენადაც ასეთი შემთხვევები ჩვეულებრივ არა დახმარებით, არამედ დაპატიმრებით სრულდება. წამში ცხოვრება ჯოჯოხეთს დაგვირის გავსეს. გიორგი 17 წლის იყო. ბოლოზარიდან 20 დღე იყო გასული და მხოლოდ 10 დღე მას შემდეგ, რაც დედა სამუშაოდ უცხოეთში გაემგზავრა. ჩვეულებრივად დაიძინა და ვერ გაიღვიძა. ყველა, ხომ გითხარით, ძალიან ბევრი წერს ჩემნაირი მშობელი. ერთმანეთს უზიარეთ აზრს. იქ არის, ვეკითხებით ერთმანეთს როგორ დაგემართა, რა მოხდა, მსგავსი ანალოგიური სიტუაცია. მოვიდა, დაიძინა, ვერ გაიღვიძა. მოსაწევი, რომელსაც ქვია ალფაბეტე და როგორც გადავიკითხე მე და დავგუგლე, იწვევს დაძინების დროს გულის აჩქარებას. ცილის დროს აუჩქარდა გული და გაუსკდა. წავალო ძილში გამოვალო და დაწვა და ბევრ ხო უვიდა ეგრე ზუსტად ძილში გაიპარა. სახლში ვარ, ღამის პირველი საათია და მირეკავს ჩემი შვილი გერმანიიდან და დათო აღარ არიცო. და რომ მივედი, ვერ შეამჩნევდი, გარდაცვლილი თუ იყო, ერთი ხელში ბუჩში ჯვარი ეჭირა ესე და ერთი ხელი თავთით ესე ქონდა ამოდებული და დათო 22 წლის იყო. სიკვდილის წინ თავი შეუძლოდ იგრძნო, მაგრამ მეგობრებს სასწრაფოს გამოძახებაზე უარი უთხრა. პოლიცია რო იგებს, რომ ცუდად არის, არანაირი პურალო მოკიდებ ხელს და გადაყავთ ძახეში, წინასწარი დაკავების იზოლატორში. ესე იგი, პირიქით, უფრო წუმპეში აგდებენ. იმის მაგივრად, მე ახლა ამას ეთერში არ ვიცი, მაგრამ მე-10 კლასში მანქანა გავიტაცე რა. და დამიჭერა ზესტაფონის პოლიცია. და როგორც დამიჭირა, ისე გამიშვა და მითხრა, რომ წადიო შენ ეხლა და იმას გაუკეთე მანქანაო, თუ არა დაგიჭერთო და შენ რო ციხეში ჩაქსვა, უნდა გათახსი გაფუჭდნენ, უნდა წახვიდე ხელიდანო. და დღეს პოლიცია ასე კი არ ელაპარაკება ბიჭო ამ ბავშვებს. წაიყვანენ იზოლატორში. ჩააგდებენ 2 დღე იქ, ჩაუტარებენ სასამართლოს, მიცემენ პირობიც, მიცემენ გირაოს 15,000 ლარი. და წარმოგიდგენია შენ რას შვებია? რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგია გაუთავებელი თავზარდამცემი ცნობები ახალგაზრდების ზედოზირებით გარდაცვალების შესახებ. სამხარაულის ბიუროში ვიდექით რიგში 5 მშობელი
ეს იყო მე-5 და 4 ამაზე წინ 18, 19, ერთი იყო 17, ერთი 22 და ერთი 23 წლის ბიჭების გვამები წამოვიღეთ იქიდან შავი ცელოფნის პარკები. წამში ცხოვრება თავზე და მე ზუსტად გიორგის მე-9 დღეს ანალოგიურად 27 წლის ბიჭი ჩვენთან აიაგერ ახლა ცენტრი რომ გამოვიარეთ აი მანდ. გიორგის მე-9-ზე მივედით და დაირეკა რომ 27 წლის ბიჭი მამამ მძინარე ნახა საწოლში გარდაცვლილი. ანალოგიური ვითარებით ზუსტად რაც გიორგის სიტუაცია იყო ეს. ქობულეთში მოხდა 2 და ბათუმში ზუსტად ეს გიორგის პერიოდში 10 დღის შიგნით ზუსტად 10 ახალგაზრდა, არა 5 ახალგაზრდა ბოდიში, 2 ქობულეთში მოხდა, 2 აქ მოხდა, 1 ბათუმში, რაც ნამდვილად ვიცი, რომ ზუსტად იყო ეგ სიტუაცია. ხო და რომ არ ვიცით კიდე და რამდენი ესენი ხო არ გახმაურებულა როგორც ჩემი შვილისა რა და ასე არის უამრავი კატასტროფული მდგომარეობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველდღე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილები დააკავეს, მაგრამ არასოდეს აქვეყნებს სტატისტიკას, როგორია სიკვდილიანობის მაჩვენებელი. აი, ხალხი ბიზნესით გვიკლავს ახალგაზრდებს. აი, ეგ სიტუაცია საქართველოში. არანაირი პოლიცია არ ინტერესდება. დღემდე აი შეიძლება კვირაში ერთხელ მაინც მივდივარ, რომ რა ვიცი სიტუაცია. ერთი წელი ხდება, ტელეფონიც კი არ მოუციათ. არ გაუხსნიათ ტელეფონი. ადვოკატი ავიყვანე, ჩემი შვილი ქობულეთში იყო და საღამოს წამოვიდა ქობულეთიდან და დავინტერესდი რომ რითი წამოვიდა. ხომ შეიძლება რომ ამოიღო კამერები, რითი წამოვიდა რა, ამდენი კამერა და ამდენი საშუალება. ვერც კამერები ამოვაღებინე, ამდენი ფაქტი მაქვს რომ ნამდვილად მისცა კონკრეტულმა პირმა ჩემ შვილს ეს წამალი. არაერთი ფაქტი, ვიდეო, SMS-ები, სადაც გიორგი ეუბნება მის შეყვარებულს, რომ როდესაც ეს გავიცანი ჩემი ცხოვრება დაინგრა მაშინო. უამრავი ფაქტის მიუხედავად არაფერი არ გააკეთა პოლიციამ. ისე არ მოხდება, რომ ვიღაცა უკან არ ყავდეს ფარველი. ასე მგონია ხა სხვანაირად როგორი ფიქრებ. ელემენტარული ავიღოთ ის, რომ ვიცი რომ ჩემი შვილს მისცა წამალი ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ მისცა კონკრეტულმა პირმა, ხო? ამდენი ფაქტი დაგიდე, ამდენი SMS-ი მუქარის, ამდენი ვიდეოც კი რომ აჩვენებს, რომ აი მაქვს მოსაწევი და მოდი გამომიარე მოგაწევინებ. ის რომ ღამით ემუქრებოდა ჩემი შვილი გარეთ არ გადოდა თუ არ ჩამოხვალ მასდაზე პაგრიშკები არ დაგხდებაო. აი უამრავი ფაქტი მაქვს, რითაც შეიძლება რომ ადამიანს პასუხი მოეთხოვოს. აბა მე გავაკეთო ახლა რამე დავაშაო. იბრძანდით და მოგცემთ ინფორმაციას დღესასწაულს. თქვენ ხართ უშუალოდ პასუხი. მე არ ვარ ხელმძღვანელი, მე არ ვიცი. ხო, ხელმძღვანელი თუ ხართ, მით უმეტეს, რატომ არ გაქვთ გამოძიებული? იბრძანდით პრესსამსახურში ამ თან ვითხრეს რომ ასე საფლავებთან პირდაპირ მარხავენ თუ ალაგებენ ამ ნარკოტიკებს და 17 წლის ბავშვია გარდაცვლილი. ხო და რატომ არ მეუბნებით? იმიტომ რომ არ გაწევთ ინფორმაციას. დამარბენინებენ მათხოვარი გამხადეს იმაზე რომ ექსპერტიზის პასუხები მივიღო და ვინ მიცა ამ ბავშვს ვარგეთილის მეტროსთან ეს წამალი. ამ ბავშვის გარდაცვალებას მიზეზს დიდი კითხვის ნიშნები არ ჭირდება. მობილურშია ყველაფერი, ვისთან ჩავიდა, ვის გამოართვა, ვის პიცა და ჩვენ ვიცით, როცა სახელმწიფოს დაჭირდა რომ ცხოვრებული ლაშქარავა ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატია. გარდაცვალება დაკავშირებოდა ნარკოტიკს, ერთ დღეში იქნა გამოძიებული ყველაფერი და აჩვენეს ის ფაქტი, რომ აი თურმე ეს ბიჭი ჩადიოდა ცუდ ამბავს, ხო? სირავდილეში ეს რო გადაფარულიყო აქციაზე მისიცემა. შენ როცა გიდა ნარკომანად გამოიყვანო და ეცი და ერთ დღეში ხო ესე იყო, ხო არ ვიგონებ, კაცო. ჩვენ რა დავაშავეთ ამ ხალხმა? ანა მანგელოზევიჩვილი რაღაც დამიჩეხეს, თავის ქალარას ახადეს, თუ არ იძიებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაქცია აქვს, როდესაც საქმე თავად ნარკოდამოკიდებულების დასჯას ეხება. ზედოზირების შემთხვევების გამო გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლას პოლიცია ასწრებს, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევების გამოძიება წლობით თაროზე იდება. აი უამრავი ფაქტი რომ ნამდვილად ბავშვზე ახდენა ზეწოლას. სის პოლიცია და რას აკეთებს? არაფერს. კატასტროფულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. საერთოდ რომ არანაირი ახლა რომ ვიყავი ბოლოს მისული ტელეფონზე ძალიან დიდი კამათი მოგვივიდა მე და პოლიციას. იმიტომ რომ ჯერ ამდენი ხანია მპირდება ტელეფონი იხსნება, ერთი წელი ხდება რაც ტელეფონი უნდა გაიხსნას და არ გახსნილა.
მე ამდენი ფაქტი მაქვს და ვეუბნები ხომ შეიძლება ელემენტარული კამერამაც რატო წაიყვანეს მაშინ რატო გაუკეთეს ექსპერტიზა რატო უკეთებენ საერთოდ ზოგადად რატო უკეთებენ ექსპერტიზას თუ იმ ექსპერტიზის იქით არაფერი მე ჩემი შვილი არ მაინტერესებს ზოგადად მოკვდა დავიღუპე დამთავრდა ხომ ცხოვრება იქ დამიჩეხეს ანგელოზივით შვილი დამწარებულს კიდე გამწარება დამიმატეს ზევიდან და არაფერი მაგით მათთვის არის ეს ჩვეულებრივი მოვლენა და ჩემთვის მთელი ცხოვრება ხომ ეს არის მთელი ცხოვრება ამაზე მეტი სიმწარე დედამიწაზე აღარ არსებობს ერთი ორმა მომწერა ახლა ეგ ვიცი რომ მე ვიბრძოლე მე ჩემი გავაკეთე თუმცა გამაფრთხილეს რომ ყავს მეორე შვილიც გაუფრთხილდი მას ვინ გააფრთხილა პოლიციამ როდესაც მოითხოვა გამოძიება ყველა მშობელი წლების უკარო დაკარგა ბავშვები ყველა მშობელი ჩემნაირ დღეშია არც ერთი საქმე არ ვისულა ბოლომდე არც ერთი საქმის გამოძიება არ დასრულება ჩვენს სადაც ხედავთ ახლა ამ ადგილს 1 საათით უნდა იდგეს ღამე აქ პოლიცია და 50 ბარიგას დაიჭერს როგორ დარბიან ამ სასაფლაოზე ნარკობარიგები დებენ და ესიც ის ყველა გუშინ საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტისა და თბილისის ლენინის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების ერთობლივი რეიდის დროს თოფურიძის ქუჩის 26-ე სახლში დააკავეს ნარკომანები. ნარკოდამოკიდებულების პრობლემა საქართველოში 90-იანი წლებიდან გამწვავდა. უძიმესი მდგომარეობა ამჟამად არანაირი პირობით საჯერ ყველა ციხეში აქ უნდა იყოს აი დროსთან ერთად იცვლებოდა თავად ნივთიერებებიც და მათი გავრცელების სქემაც. დღეს ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა ნებისმიერი ადამიანისთვის თვალსაჩინოა, როგორც ვირტუალურ სამყაროში, სოციალურ ქსელში, ისე რეალურ ცხოვრებაში. ვინც წამალს დებს დადიან მოტოციკლეტებით. კასტელომარო არის აქ თუ იცით ჩაქვში სასწუმრო არის. იმ აღმაც რომ ავდოდი ჩვეულებრივად ტრაფარეთის წინ მოტოციკლეტით გაჩერებული პიროვნება აშკარად მალავდა წამალს. სადა არის ამას რატო უნდა ბედავდეს დაუშვა კაი დამალე ხო? რატო უნდა ხდებოდეს ეს აშკარად იმდენად გაუფასურებულია პოლიციაც შიშიც ყველაფერი ალბათ არ ვიცი ახლა როგორ თქვა ზუსტად მსგავსად და როგორ აღწერო მაგრამ იმდენად გაუფასურებულია შიში აღარ არის რატო უნდა დებდეს ახალგაზრდა ბიჭი ჩვეულებრივად ქუჩაში ტრასაზე ჩვეულებრივად ბათუმი ქობულეთის ტრასაზე წამალს ჩვეულებრივად ეხლა მე შემიძლია შევიდეს საიტზე და ჩვეულებრივად შევიძინო ეს წამალი რატო უნდა იყოს ეს დაშვებული ჩვეულებრივად დავსაქმდე იმით რომ მე წავიღებ დაუშვათ წამალს და დავდებ ამ ლოკაციაზე და გადამიხდიან ხელფასს მთელი რკინიგზა სადაც დადის ის არის დანომრილი ყველა კილომეტრი ყველა პიკეტი 100 მეტრში კილომეტრი 1 კილომეტრში დარბოდა 1.50 კაცი სლიანდაკში და როდესაც მე მანქანებს ვკითხე რომ ამ ღამე რას დარბიან ამ ჭინკებივით მეთქი და გაეცინა და რა გაცინებს მე იქ ადვილად დასამახსოვრებელია ლოკაციას რო დებ წამალზე 2500 7 კილომეტრის ზელის ქვეშ მიხვალ წაიკითხავ აირებ ძებნა არ უნდა პირდაპირ საფლავებზედაც იმიტომ დადიან რომ აქ დავით ბლიაძე ხო წერია ის ეთქვის რომ დავით ბლიაძის ქვასთან დევს მე რო გითხარით რკინიგზაზე ესე დებენ მეთქი ჩამოვედი და ერთ-ერთ უშიშროების თანამშრომელს უთხარ მე უთხარი ბიჭო ესია ეს ნახე ამდენი ხალხი წამომყევი ძმაო ბოდიში ჟარგონისთვის დაიკიდეო რა დაიკიდეო კრიმინალურ ქრონიკაში 1000-ში ერთხელ ასეთ ფაქტებსაც ამხელენ. მაგრამ შავი ბაზრის აგრესიულ მარკეტინგთან და გავრცელების მასშტაბებთან შედარებით ეს ზღვაში წვეთია. ვოლტის და გლობოს კურიერზე მეტი ამ ქვეყანაში ნარკოკურიერია. გადგმული რომ აქვს ფესვები, ამას ვერავინ ვერ ხედავს. მარტო ჩვენ ამნაირ დაღუპული მშობლები ხედავთ, სხვა ვერავინ ვერ ხედავს. სადა ამ დროს ქვეყანა ან პოლიცია, ან მსგავსი სტრუქტურა სად არის, რას აკეთებს? ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ღიად სოციალურ ქსელებში დაფინანსებულად აცხადებენ ვაკანსიებს
1500 ლარიდან ზევით დღეში. არ რო დაუძა ხო კაცო ამ ხალხს. რა სამსახურია ეს სამსახური? მე წავალ 1500 ლარს თუ მომცემენ, რა საკეთებენ? რა უნდა გავაკეთო, მითხრან აბა. აი თქვა, რა ვიცი, 1500 ლარა დღეში. რომელი ჭკუაზე მყოფელი არ წავა, ერთი მითხარი 1500 ლარი არა, სად არის სამსახური? პირდაპირ ღიად აცხადებენ, რომ მოდითო წამლები დაარიგეთ და ხალხი შესვით ნარკოტიკზეოდა. ყველა კორპუსში, ყველა უბანში არიან ბარიგები, რომლებიც ყოველდღე ნასკებივით იცვლიან მანქანებს და ბინებს. შევიდენ და ნახონ. ხო ვარ 15-20 ბიჭი. ჩვენ ვკრიბავთ ამ ფულს და მე ამ 20-ის ფული ბიდის ჩემიდან და მე ლოკაციებს გეურებიან ისინი და იღებ. და ეს შეხვდა ვარკეთილის მეტროსთან ვიღაცას იმას გამოართვა. ის რაც გამოართვა ის აქვია რაშიდაც არის გახვეული ის იქ ეგდოი სადაც იწვა კი რა გამოძიება უნდა ამას ვის შეხვდა ტელეფონი იქ არის და ყველაფერი იქ არის ნარკოტიკული ზედოზირებით დაღუპული ახალგაზრდების მშობლები გამონაკლისები არ არიან, ვისაც სჯერა, რომ ნარკოტრაფიკს მაღალი თანამდებობის პირები მფარველობენ. გახსნილია საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას. 26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს. გამაოგნებელია მასშტაბები, რაშიც ირაკლი მხეიძეს დიდ ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად ამხელებულმა შემოსავალმა 53 მილიონ 813,723 ლარი შეადგინა. საქმე 53 მილიონი ლარის ღირებულების ფსიქოტროპული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობას ეხება. ხალხი ძვირფასო მეგობრებო, ვისაც იჭერენ. ეს არის ის, რომ ერთმანეთის ბიზნესი გადაკვეთეს ამათმა და იმას რომ იჭერენ, ვიღაცამ შემოსავალი დაკარგა. ამას ქვეყანაში როგორც ნარკომაფიას კი არ უყურებენ, როგორც ბიზნესს. ეს არის ყველა სირცხვილი, ეს არის, როდესაც ამბობენ იმას, რომ მილიცია არის გმირი. მილიცია გმირი კი არა, ეს საქციელი ხალხმა ხო იცის. და ამას რა ქვია სახელი, მაგრამ ასე ყველას ჩვენ დავარქვათ გმირები და 16 წლის ბავშვები ამბობდოთ მიწაში, როცა ეს ყველა მიცის. სიტუაცია არავინ არ ათქვას, რომ არ იცის და აქედან გამომდინარე, ამას გმირობა კი არ ქვია, ამას ქვია ღალატი, ძვირფასო მეგობრებო. აბა ერთი შენ გადარიცხოს ჩვეულებრივმა ადამიანმა თავისი შობელს გადაურიცხოს წამლისთვის ფული თუ ის უკვე ძალოვანმა უწყებებმა არ იციან რას მოხმარდა. და ჩვენ რასთან გვაქვს აქ საქმე, რომ ეს 16 წლის ბავშვები ტელეგრამ იმით რიცხავენ ოფიციალურად სოციალურ ქსელებში გვახსოვს თვეობით ვართ ყველა დაბლოკილი და შენ ამაზე ხვას არ იღებ და ლაპარაკობ, რომ სიძულვილის ენა უნდა აკრძალო თურმე. ბიჭო, რა სიძულვილი, რა ომი შობადობაზე უფრო მეტია ასეთი ბავშვების გარდაცვალება დღეში. რომელ სიძულვილზე, რომელ ქვეყნის მტრობაზე საუბრობ. ისინი, ვინც ყველაზე სანუკვარი, ყველაზე ძვირფასი ადამიანები დაკარგეს, სტიგმის, სირცხვილის გრძნობის გამო ხშირად პრობლემაზე საჯაროდ ვერ საუბრობენ. არადა, ნარკოტიკული ნივთიერებების ბუნება თანამედროვეობაში იმგვარად შეიცვალა, რომ აღარ ეხება მხოლოდ წამალდამოკიდებულ პაციენტებს. სიკვდილის შემთხვევები ხშირია ნარკოტიკის პირველივე მოხმარებისას. ჭირის უფლების ძალიან მცირე ნაწილია მზად ამ პრობლემაზე ხმამაღლა ისაუბროს. მათი ნუგეში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის აქტივიზმშია. და ამ ბრძოლაში დანდობა არავის ექნება. არც მთავრობას, არც მათ ოპოზიციას, არც ეკლესიას და სხვა ხელშეუხებელ ინსტიტუციებს. ამის იქით არაფერი არ არის. არც პოლიტიკა არის, არჩევნები. შენ წარმოგიდგენია 16 წლის ბავშვი ნარკოტიკიდან გაბრუებული, სრულწლოვანი რო გახდება, მისთვის რა მნიშვნელობა ქვეყანას რა კურსია აქვს? რომელი კურსი აქვს ამას? რუსულია, ევროპულია. ამათვის კურსი სულ ერთი არ არის ხალხო, აი, გამარკვიეთ ვინმე და ან და ამათ მიერ გაკეთებული არჩევანი, არჩევნების დროს ის ქვეყანას წაადგება?
შეაყნოსე და თუ გინდა ჯალალედის მიცემენ ხმას ესენი. და რას უცადოთ ახლა რა ვიცი. არ ეგონოს ვინმეს ხელისუფლებაში წარმომადგენელს რომ მისვისაც არ მიუკაკუნოს ამან. მე ასევე მიმართავ კაცო ოპოზიციურ პარტიის ლიდერებს და რომელიმეს უთქვია რომ რუსული ნარკოტიკი ეს არის პირდაპირ რუსული ნარკოტიკი. ეს ეფედრინი, რომელიცაც ჩევიშვილიშვილის და არა ჩევიშვილიშვილის მარტო ეს უბედურობები ხდება. სოციალურ ქსელებში რუსული მუსიკა ჩართო მარშრუტკაში მძღოლმა და ეს ქალები წამოხდნენ და ესე იგი მიწასთან გაასწორეს ლანძღვით ეს მძღოლი და რუსული სიმღერა კი არა, რუსული ნარკოტიკით არის სავსე ქვეყანა და რუსეთი ჩვენ გვიხდის სამაგიეროს, ახალგაზრდებს გვიხოცავს. ძალა კი არა, არმია კი არა, აღარავინ აღარ შემოგრჩება. ყველაფერი წაგებულია. ბიჭო, ერის დასასრულია. დასასრული არის რა. რო იმასაშობა, ეხლა პატრიარქთან ვიყავი, ხო? გაუბედურებული ბაბუა ვარ, გაუბედურებული დედა არის და დღემდე ვერ გამონახა ისა რა. რო დამლოცოს უბრალოდ და რაღაცა პეტიციაც მიუტანე, რომ თვითონ უნდა უთხრას მთავრობას, რომ დავიწყოთ ამასთან დაკავშირებით და ფიქრობენ რა. ამ ფიქრში უკვე 30 ბავშვი 40 მოკვდა თბილისში. ის ჯერ ფიქრობს. საქართველოში მოსახლეობის 2%-ზე მეტი, 60,000 ადამიანი ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელია. სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ამ საგანგაშო მონაცემით ვართ. სახელმწიფო უწყებების მიხედვით, საქართველოში ზედოზირებით წელიწადში დაახლოებით 40 ადამიანი იღუპება. მაგრამ ნარკოპოლიტიკის ექსპერტები ამ მონაცემებს არ ენდობიან. ოფიციალური ციფრები კატასტროფულად აცდენილია რეალობას. გარდაცვალების ბევრი შემთხვევა ზედოზირების ნაცვლად გულის გაჩერების ან სხვა დიაგნოზით რეგისტრირდება. ნარკოპოლიტიკის კრახი. ასეთია ვითარების შეფასება, რომელიც დღეს კიდევ უფრო უარესია, ვიდრე 90-იან წლებში გვქონდა. ჩემ თაობას დამარხავი არ ეყოლება. არათუ საქართველოს პატრონი. ეს არის პირდაპირ მიზანმიმართული ერის გენოციდი. მე ახლა ამაზე მეტი რა უნდა მომივიდეს. ჩემი გაზრდილი 22 წლის შვილი აგერ ჩავდე მიწაში ბინა უნდა გვეყიდა და სასაფლაო უყიდე და მეტი რა უნდა მომივიდეს 17 წლის დიუშენიანი შვილი მყავს. რისი თავი მაქვს და როგორ დავდივარ ამ ქვეყანაზე ღმერთს მადლობა ამისთვის. ჩემი ერთადერთი მოტივი არის რომ ბავშვებს უშველოთ კაცო. ჩემო ანგელოს და ჩემო შვილობის მაგალითად რამდენ რაღაცას გეგმავდით სახლი ავაშენოთ და თურმე შენი სახლი უნდა გამეკეთებია შენი სამუდამო საცხოვრებელი ჩემო ანგელოს ნარკოტიკების უკონტროლო გავრცელების თემაზე ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ მქონდა გადაცემა. რეზონანსმა, რომელიც იმ ეთერს მოყვა, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რამდენად გავრცელებულია პრობლემა ქვეყანაში, რამდენად მტკივნეულია ის ყველა ადამიანისთვის. ამას გარდა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურომ სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გამოაქვეყნა 2026 წლის ნარკოტიკების მსოფლიო ანგარიში, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ თემას კიდევ ერთხელ მიუბრუნებოდით და სტუდიაში მოვიწვიეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქიატრი ეკა ჭყონია, მაკა გოგია ზიანის შემცირების ცენტრის პროგრამების დირექტორი, თემო ხატიაშვილი სათემო ორგანიზაცია მანდალას ხელმძღვანელი და ჩაგვერთვება ზურა სიხარულიძე ნარკოლოგი ფედერალისტების წევრი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და პირველ რიგში თემო მინდა კითხოთ, რამდენად არის აღწერილი სიტუაცია, რაც ახლა ჩვენმა საზოგადოებამ და მაყურებლებმა ნახეს, იდენტური იმისა, რასაც თქვენ აკვირდებით უკვე წლებია. ხო, ანუ ჩვენ რაღაცნაირად ერთი ადამიანის ტრაგიკული ისტორია მოვისმინეთ და ორი, ერთი ბებია, შემოვედი კი ბატონო. რეალობას რა თქმა უნდა ასახავს, მაგრამ მასშტაბები ბევრად დიდია, ვიდრე 1-2 და თუნდაც 3 და 5 ადამიანის ტრაგიკული ისტორია. ამ ისტორიებზე ესე კონკრეტულად არ მინდა ლაპარაკი, იმიტომ რომ ყველა მათგანის უკან რაღაცა კონკრეტული ისტორია, კონკრეტული რაღაც შემთხვევებია, რაღაცა არის, რაც
ცნობილია, რაც არ არის ცნობილი და ვერც გახდება და ესეთი სენსიტიური თემაა და მოკლედ არ გვინდა მაგაზე საუბარი, მაგრამ თან არ ვარ ესე გარკვეული, მაგრამ ის შემთხვევები, რომელიც შემთხვევებით ჩემ ყურამდე მოდის გულისხმობს ზედოზირებით გარდაცვალების შემთხვევებს, ბევრად უფრო, ანუ არასოდეს, აი დაახლოებით 12-13 წელიწადია მე ასეთ შემთხვევებს ვაკვირდები და ზოგადად ამ ზიანის შემცირების სფეროში მუშაობ. ზედოზირების პრევენცია ერთ-ერთი ჩემი ყოველდღიური რუტინაა, სამუშაო რუტინაა და არასოდეს ეს არის ყოველდღიური შემთხვევები, ხო? ეს არის ყოველდღიური, ყოველკვირეული შემთხვევები და ეს შემთხვევები ასეთი მასშტაბური არასოდეს არ ყოფილა, ამას ნამდვილად სრული პასუხისგებლობით ვამბობ. თქვენ რას უკავშირებთ ამას, რომ ახლა ესეთი მასშტაბი ასე გაიზარდა? ეს ანუ იცით რა არის ზოგადად ნარკოსცენა, ნარკობაზარი, ნარკოტიკების ასორტიმენტი, ესე რომ ვთქვათ, ისეა გაზრდილი როგორც არასოდეს. ძალიან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ძალიან გამრავალფეროვნებულია, ძალიან ხელმისაწვდომია გამხდარი. და პირველ რიგში ხო ანუ რაღაც აი 5-7 და 10 წლის წინ თუ ჩვენ ვთქვათ ესე სპეციალისტებს გქონდა რაღაცა 10-15 ნივთიერებასთან საქმე და ამათ პრობლემებზე რეაგირებდით, ეხა ეს ნივთიერებები ასობით რამდენიმე ასეულამდეა გაზრდილი. და ეს იმ პირობებში, როცა სამედიცინო სფერო და სხვა ექსპერტული სფეროები ვერც კი ეწევიან ბევრ, ანუ რაღაცა 10-ჯერ, 15-ჯერ უფრო სწრაფად ვითარდება ნარკობაზარი, ნივთიერებების ახალ-ახალი ასორტიმენტები ბევრად უფრო როგორ თქვა, ესეთი სწრაფი ტემპით ვითარდება, ვიდრე მედიცინა და ვიდრე საპასუხო ქმედებები იმ პრობლემებზე, რომელსაც ეს ნივთიერებები იწვევს. მეცაც გეტყვით, ანუ ხშირ შემთხვევაში გამოდის ხოლმე ნივთიერება, ამ ნივთიერებას ყავს ხოლმე მომხმარებელმა ასე თუ ისე სიმპტომების დონეზე და შეგრძნებების დონეზე მაინც იციან რა მეტნაკლებად, რა თქვა, რა ნივთიერებაა საქმე და აი კაიხანი რაღაცა 1 წელი გავა და ექსპერტული რაღაც კვლევებში და იმებში მე ამოიკითხავ რაღაცა მიგნებებს ამ ნივთიერების შესახებ. და ეს რაღაცა ადრე ისეთი რა იშვიათი იყო და ეხლა ძალიან ხშირად ხდება. ანუ თვითონ სიტუაციაც მიშვებულია აბსოლუტურად თვითდინებაზე როგორც ხვდები. დაგიბრუნდებით კითხვით, ეკა გაეროს კვლევა ვახსენეთ 2026 წლის ბოლო კვლევა. რა კონტექსტშია საქართველოს იქ მოხსენიებული და როგორ გამოიყურება სურათი? ეს კვლევა და რა არის მთავარი მიგნებები ამ დასკვნის? კვლევის ძირითადი მიმართულება არის შესწავლილი არის ბოლო წლების განმავლობაში როგორ შეიცვალა ეს ნარკოსცენა და საერთოდ რა ხდება ამ მიმართულებით და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები არის შეჯამებული და გაანალიზებული. აი, რაზეც ითქვა პრინციპში პრაქტიკაში ეს ძალიან კარგად ჩანს, რომ ძალიან გაიზარდა ასორტიმენტი და განსხვავებული პრეპარატები შემოვიდა და მთელი პრობლემა და მართლა 754 ახალი სინთეტიკური დასახელების. ესე იგი, ერთი რო შემოვიდა ახალი და თან სინთეტიკური, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სინთეტიკური არის სადღაც გაკეთებული სპეციალურად, ესე ვთქვათ, გამდიდრებული, აი რო თქვათ, ხო, ოპიატი, რომელიც იყო მცენარე და ან მარიხუანა, ხო, ხა ჩემ თაობაში რომ მარიხუანას ეწეოდა ადამიანი, აბსოლუტურად სხვა ბარი, აი ხლა დღევანდელ დღეს ჩვენ კანაბინოიდებზე რომ ლაპარაკობთ, ეს საერთოდ სხვა რაღაცა, სინთეზური კანაბინოიდები. ეს არის წარმოუდგენელი 10-ჯერ და შეიძლება 20-ჯერ უფრო ძლიერი მოქმედების. ამიტომ და ძალიან ტენდენცია რა არის, რომ იზრდება სინთეზური პრეპარატების მოხმარება, იმიტომ რომ ბევრად უფრო სწრაფი და ძლიერი მოქმედება აქვს. გარდა მაგისა, ტრადიციულიც არსად არ წავიდა, მინდა გითხრათ. ანუ ის ტრადიციულების დარჩა და ტრადიციულებს დაემატა და ხშირად არის ხოლმე ერთობლივი მოხმარებები. არის ქვეყნები, სადაც განსაკუთრებულად გაიზარდა კუსტარული, ხშირ შემთხვევაში, როცა ჩვენ არ ვიცით საერთოდ რას იღებს ადამიანი. თვითონ ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს. ამიტომაც არის, რომ როდესაც ექსპერტული ცოდნა რატო არა გვაქვს, რომ მოიყვანეს ადამიანი, ხო, უმძიმეს მდგომარეობაში და არც კი ვიცი რა და სერვისიც ხო არ არის მზადამისთვის. რითია, რა ინტოქსიკაციასთან აქვს საქმე, რა ნივთიერების რა შემადგენლობა და ასე შემდეგ. ამიტომ ჩარევა მიზნობრივად ძალიან ეს ვთქვა და ზოგადი ხდება ხოლმე. მიზნობრივ ჩარევა იშვიათი, ამიტომ არის ზოგადი და იმ ზოგად ჩარევასაც ალბათ აი თქვენ ციტყვით. ამაზე იმ ზოგად ჩარევაშიც ძალიან სერიოზული
სერიოზული პრობლემები გვაქვს. ეს არ არის თქვათ მარტო მარტო ამ ნივთიერებების ამბავი. ამ იმაში ანალიზში რომელიც თქვენ ახსენეთ, აქ არის მარტო ეს ტენდენცია. ანუ როგორ შეიცვალა ნარკო, ესე ვთქვათ, სცენა, რა ნივთიერებები არის უფრო ხშირი, რამდენად მძიმე შედეგები გვაქვს და არის საქართველოს რა კონტექსტია მათ ნახსენები და სიკვდილიანობასთან დაკავშირებით. ანუ შემოვიდა ეს სინთეზური პრეპარატები, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში იზრდება მათი მოხმარება, მაგრამ საქართველოში და უკრაინაში ნახსენები ყველაზე მაღალი არის მათი მოხმარებით გარდაცვალების შემთხვევები. საქართველო და უკრაინა. საქართველო და უკრაინა. ხო, აი ამ კონტექსტია. სავარაუდოდ უნდა ვიფიქროთ, რომ ან თვითონ შემადგენლობა უფრო ლეტალური, ან სერვისები ვერ ეწევა და ვერ პასუხობს ამ გაზრდილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სერვისებს, ახლა აბსოლუტურად სწორად იყო აქ ნათქვამი, რომ ჩვენ რეალურად ჩვენი სერვისები ვართ სადღაც 90-იან წლებში კიდე მე მგონი 90-იან წლებამდე, სადღაც 80-იან წლებში კიდე ფინანსური რესურსი მაინც უფრო მეტი იხარჯებოდა ამ მიმართულებით. ცოდნის თვალსაზრისითაც ძალიან ნელა მიყვებით და პლუს კიდე ახლა მე ფსიქიატრი ვარ, ამიტომ ახლა მე ნარკოლოგებზე ვერ ვილაპარაკებ, ნარკოლოგიაზე როგორც მთელ სფეროზე, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ ჩვენ პრაქტიკაში, რა ხდება ფსიქიატრების პრაქტიკაში. მე შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით თქვა, რომ ჩემთან რომ მოდიან 18 წლიდან 45 წლის ამ ასაკის პირები, იქიდან 10-დან მაინც ალბათ 8 უცოტა, თუმეც არა, აქვს წამალმოხმარების ისტორია, რომელიც ძალიან მძიმე კვალს ტოვებს ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ ახლა რა თქმა უნდა უმძიმეს ტრაგიკულ შემთხვევებში საუბრობთ, მაგრამ მერწმუნდეთ არანაკლებ ტრაგიკულია. კი ბატონო, გეთანხმებით. როდესაც ამითი გამოწვეული არის ფსიქიკური პრობლემა. საშინელი შედეგები არის. აი და ჩვენ ტრადიციულად რაღაცნაირად სულ ყოველთვის როდესაც ნარკომანიაზე და ალკოჰოლიზმზე ვსაუბრობთ, ჩვენ გვაქვს ეს განცდა, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე მოიხმარს, ამას რაღაცა მთელ თავის ენერგიას დებს ამაში. აღარ არის ეს, იმიტომ რომ სწორედ ამ სინთეზურმა ნივთიერებებმა ის გააკეთა, რომ რასაც ის კლასიკური ნივთიერებები შეიძლება წლები სჭირდებოდა იმათ მოხმარებას, თქვათ რაღაცა რეგულარული მოხმარება და დამოკიდებულება ჩამოყალიბება და მთელი ამბავი, ეს ამას აკეთებს ძალიან სწრაფად. ძალიან სწრაფად. აი შეიძლება მართლა რამდენიმე მოხმარებაში და ლეტალური შედეგი შეიძლება პირველივე მოხმარებაზე დადგეს. და რეაბილიტაცია გაცილებით უფრო რთულია ამ შემთხვევაში, ვიდრე თქვათ ტრადიციული, ასე ვთქვათ, ნარკოტიკის მოხმარების დროს. ნამდვილად ეს. მაკა ზიანის შემცირების ცენტრი ძალიან დიდი ხანია არსებობს, ეს არის არასამთავრობო ქსელი, რომელიც არსებობს ძალიან დიდი ხანია და მე მახსოვს ძალიან ბევრ კანონ პროექტზეც გიმუშავეთ, რომელიც წესი და რიგით ნარკომოხმარების შემცირებისთვის იყო მათ შორის დოზირებაზე პოლიციის სავალდებულო მოსვლის გაუქმებაზე. კი, მახსოვს ეს იყო 2013-14 წლები და მაშინ მიღწეული იყო ეს ყველაფერი. დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ უკვე იმაზე, რომ მყისიერი შველის საშუალებაც არ არსებობს, მაგალითად ნალოქსონი, ეს არის ესეთი პრეპარატი, რომელიც წესი და რიგით არა მხოლოდ ნარკოტიკის მოხმარების შემთხვევაში და ამ ტიპის, თქვათ, ინტოქსიკაციის შემთხვევაში მოიხმარება. აი კიდევ ერთხელ რო გაუსვათ ამას ხაზი, სად ვართ ამ მიმართულებით? პირველ რიგში დავამატებ აი სტატისტიკას, რაც ეკამახსენა, საქართველოში არის წარმოება, ეს ოფიციალური სტატისტიკა არ არის საკმარისი ზედოზირების და ერთადერთი ჩვენ ვართ ზიანის შემცირების ქსელი მისწერი ორგანიზაციები, რომელიც თავის ბენეფიციარს შორის დაახლოებით რომელიც 40,000 კაცს შეადგენს, აგროვებთ გარდაცვალების სტატისტიკას. აი მაგალითად, ბოლოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 2025 წელს 71 გარდაცვალების შემთხვევა დავაფიქსირეთ ქვეყნის მასშტაბით, აი ამ ყველაზე მსხვილ რეგიონულ ცენტრებში 12 თვეში, რაც შეეხება 26 წელს უკვე 5 თვეში მაისის ჩათვლით 40 შემთხვევა იყო. საკმაოდ ზრდადი არის ტენდენცია და წინა წლების დინამიკას რო შევარეთ, საკმაოდ საგანგაშო თან იმის გათვალისწინებით აპატარა ქვეყანაში ცხოვრობ და თან იმის გათვალისწინებით რომ ჩვენ სრულად არ ავსახავთ ქვეყანაში არსებულ სტატისტიკას, იმიტომ რომ იქ კიდე დამალულია ბევრი ფაქტები, რისის გასაჯაროებაც არ ხდება. ჩემი გულწრფელი სამძიმარი ამ ოჯახებს, რომელიც გულწრფელად ისაუბრეს, ძალიან რთული არის და მათ ეს ფაქტობრივად გმირობაა, რომ ესე გამოდიხარ და ყვების შესატკივარს იმისთვის რომ ყვების შვილები გადაარჩინონ. მაგა ბოდის გიხდით მიკროფონთან პატარა პრობლემა, სანამ შეცვლიან თქვენ მიკროფონს, მე ზურა სიხარულიძეს ჩავთავ ახლა, მზად არის უკვე ზურა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ზურა, რა თქმა უნდა დავიწყოთ ლაპარაკი იმით,
რომლითაც ჩვენ დავიწყეთ მაშინაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო. ალბათ ეს ორი უწყება, რომელიც ყველაზე აქტიურად უნდა იყოს ჩართული იმ პრობლემის აღმოფხვრაში, რომელიც უკვე ჩვენ ვახსენეთ და ნახეთ კიდევაც ძალიან მძიმე ვიდეო, რომელიც უკვე მაყურებელმა ნახა. რას უნდა აკეთებდეს ასეთ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, რას უნდა აკეთებდეს ჯანდაცვის სამინისტრო და სხვათა შორის სანამ დაიწყებოდა გადაცემა საუბრობდით და ეკამ განათლების სამინისტროც დაამატა ჭყონიამ ჩვენმა სტუმარმა ერთ-ერთმა რომ აი ეს სამი უწყება უნდა იყოს ყველაზე აქტიურად ჩართული ამ პროცესის აღმოფხვრაში. შენ რას ფიქრობ, რა არის ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯები გადასადგმელი ამ უდიდესი პრობლემის დასამარცხებლად? მოგესალმები ნინო, მადლობა. გადაცემაში რა ვიცი, იმდენს ლაპარაკობთ ამ ბოლო პერიოდში ამ პრობლემასთან დაკავშირებით ეს ორი შემთხვევა თვალნათლად გვაჩვენებს რამხელა პრობლემის წინაშე ვდგევართ. ეს არის ალბათ 0.01% იმ ადამიანებს, ვინც გარდაიცვალა ზედოზირებით ამ ბოლო პერიოდში. უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს ყველა მხრივ, იმიტომ რომ ეხლა შენ ახსენე დაუშვათ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ებრძვის მიწოდებას და ნამდვილად ხედავთ, რომ ებრძვის. მაგრამ ეს არ არის ის მთავარი, ანუ ჩვენი ნარკოპოლიტიკა არის 80% მხოლოდ ასე ვთქვათ რეპრესიებზე დამყარებული და დანარჩენი სამი ნაწილი, რომელიც შეადგენს ნარკოპოლიტიკას, ეს არის დიანი შემცირება, მკურნალობა, პრევენცია, რა თქმა უნდა არის. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა 2018-დან 25 წლამდე თანამდებობის მაღალი პირები ჯანდაცვის ჩართულები არიან სააფთიაქო ნარკომანიის გავრცელებაში. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომელ ჯანდაცვაზე ვილაპარაკოთ საერთოდ, ხო? ეს არის კატასტროფა. ეს არის ის, რომ მთელი ქვეყანა არის ჩართული ამ მორევში, ხო? ანუ რაზე ვსაუბრობთ? 25 წელი შარშანი იყო ეს 25 წელი, როცა დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ სააფთიაქო ნარკომანია თურმე დავამარცხეთო, ბევრი წელიაო და ექიმებს შეუქმნეს უზარმაზარი პრობლემები და რაღაცა ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოწერა, რომელზეც თურმე შესვეს ამდენი ხალხი. ხო, შეიძლება ექიმებმა შესვეს, შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი არალეგალურად ყიდულობდა ამას ყველაფერს, მაგრამ რაზე ვსაუბრობთ საერთოდ, როცა თანამდებობის მინისტრის მოადგილე დგას ამის სათავეში, რომ 53 მილიონის მედიკამენტი, ფსიქოაქტიური ნივთიერება არალეგალურად და ლეგალურად იყო შემოტანილი ქვეყანაში. აი რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? რა ნარკოპოლიტიკაზე ვლაპარაკობთ და დღევანდელი ჩინოვნიკები ამაში არ არიან ჩართულები 25 წელს ვინც მუშაობდა. მე ვიცი ფაქტები, პირდაპირ შემიძლია დავასახელო ადამიანები, ვინც იყო ჩართული აი ამ სქემებში. და არანაირი პრობლემა ამაში არ მაქვს. სულ შეგიძლიათ დაასახელოთ თუ თქვენ მართლა შეგიძლიათ ახლა რომ თქვათ უშუალოდ ადამიანები დაასახელოთ? კი, რეგულირების სააგენტოში ადამიანები, რომლებიც დღესაც მუშაობდნენ, იყვნენ დაკავშირებული არალეგალურად იმ პრეპარატების კვოტების განაწილებაში, რომლებიც აეხლა დღეს მიდის გამოძიება. ოღონდ ეს ადამიანები მუშაობენ რატომღაც. ეს მინისტრები არ იყვნენ დაუშვათ ჩართულები, რომელიც სამინისტროში მინისტრის მოადგილე წვითავს მხოლოდ ამ პრობლემას და არა მინისტრი დაუშვათ. მინისტრმა ეს არ იცოდა, აჩუმათ, არ ვიცი. და აი გაგვცენ ამ საკითხებზე პასუხები, ხო? არა, რა თქმა უნდა, თან საინტერესო ის არის, რომ ეხლა ამაზე დასრულდა რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ასევე უკავშირდება ზედოზირებებს და ასევე უკავშირდება იმას, ეს არის ნალოქსონის არარსებობა სააფთიაქო ქსელში. ანუ სხვა პრეპარატები თურმე შეიძლება 53 მილიონის წამალი შემოეტანა და ნალოქსონი რო იყოს საქართველოში აფთიაქში და ადამიანს დაჭირდეს, თან ეხა იწყება
ფესტივალების პერიოდი, სადაც გვაქვს დიდი საშიშროება ნარკოტიკის ზედოზირებების, სადაც რო გინდოდეს ერთი აი თემო თუ მუშაობს კი, თემო აუცილებლად ფესტივალებზე და იცის რაც შეიძლება მოხდეს ამ ფესტივალებზე და რა შეიძლება მოყვეს ამას და ნალოგსონი არ არის. შარშან მახსოვს ქობულეთში რომ რაღაცა ხდებოდა თბილისიდან რანაირად უნდა მოვასწროთ ნალოგსონის ჩატანა თბილისიდან, ხო? ანუ ზიანის შემცირების ქსელს აქ ერთადერთი ნალოგსონი დღეს, რომელსაც თავის ბენეფიციარებს ურიგებს. და მეორე საკითხი, ნინო, რომელიც ძალიან მინდა თქვენი ეთერით გავაჟღერო ახლა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ძალიან ტკივნეული და ძალიან პრობლემური, ეს არის სავალდებულო მკურნალობა, რომელიც ამათმა მოიგონეს და ასევე არის ერთ-ერთი საშიშროება, ანუ დიდხანს იზოლაციაში მყოფი ადამიანების შემდგომ გამოსვლა ასევე ზედოზირებას ნიშნავს, მაგრამ მე მინდა თვითონ ამ სავალდებულო მკურნალობაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი და მისი ანუ ადამიანები, რომლებიც იქ იმყოფებიან, მისი ახლობლები მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ იქ არის არაადამიანური პირობები. იქ არის პირობები, ადამიანები იყენებენ თვითდაზიანებას, არანაირი მკურნალობა იქ არ უტარდება. ისინი შიმშილობენ, იმიტომ რომ საჭმელი არის, მათ არ აქვთ უფლება ნახონ ახლობლები, თავისი ოჯახის წევრები და ურჩევნიათ, რომ გადაიყვანონ ციხეში, ვინაიდან ციხეში ბევრად უკეთეს პირობებში. მე თქვენი ეთერით მინდა მივმართო სახალხო დამცველს ახლა, რომ ეს არის დახურული ტიპის დაწესებულება, სადაც ვერავინ ვერ შედის აბსოლუტურად, მხოლოდ შეუძლია შევიდეს სახალხო დამცველს და მის აპარატს, მე ოფიციალურადაც მივმართავ მაგათ ორშაბათს ან სამშაბათს, მაგრამ აი თქვენი პირდაპირ ეთერით პირდაპირ მინდა მიუწოდო, რომ შევიდნენ ამ დაწესებულებაში და ნახონ რა პირობებში არიან ადამიანები. ეხლა აპირებენ ქუთაისში გახსნან იგივე დაწესებულება, ეს არის ადამიანის წამება. ეს არის ყველანაირი მეცნიერებაზე ვარის თქმა, იმიტომ რომ ეს არის ანტიმეცნიერული, ეს არის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება და მოეფიქრებინა ჩვენ სახელმწიფოს იძულებითი სავალდებულო მკურნალობა, როცა ადამიანებს უსჯიან ამ მკურნალობას, ოღონდ ის პირობები, რომელშიც ის არიან და ჩვენ გვასაღებენ, რომ მათ იქ მკურნალობენ, რეალურად წამების ტოლფასია, როგორც მე ვიცი. ამიტომ აი პირდაპირ მიმართავ სახალხო დამცველის აპარატს, რომ აუცილებლად შევიდნენ და ნახონ, იმიტომ რომ მათ ეკუთვნით ესეთ დაწესებულებებში მონიტორინგის ჩატარება, რა პირობებში არიან იქ ადამიანები და რა ტიპის მკურნალობა უტარდებათ. ზურაბ დარჩით ხაზზე და დაგიბრუნდებით აუცილებლად შემდეგი კითხვით. მაკა რო დავასრულოთ, აი ზურაბ ნალოგსონი ახსენა და ეს წინაგადაცემაშიც ფიგურირებდა, ფაქტიურად სულ იყო ამაზე საუბარი. რა შეიძლება გამოიწვიოს მისმა უქონლობამ და უნიკალური პრეპარატი, მოკლედ რომ ახსნათ, იგივე ნარკანი სახელითაც არის ცნობილი, რომელიც ოპიოიდური და უცნობი ტიპის ზედოზირების დროს გამოიყენება. წელიწადში დაახლოებით 25,000 ამპულა ნალოგსონს ვარიგებთ ქვეყნის მასშტაბით და ფაქტიურად ერთადერთი პროგრამა ვართ, რომელსაც შეუძლია ეს პრეპარატი გასცეს ესე ანონიმურად შესაბამისი ინსტრუქტაჟის თანხლებით. გაზრდილია, საკმაოდ გაზრდილია მოთხოვნა თავად ნალოგსონზე. წერენ ჩვენს Facebook გვერდზე ისეთი ხალხიც, რომელიც არ იყო აქამდე დაკავშირებული ჩვენს პროგრამებთან, თქვათ გულისხმობ შპრიცების ზიანშემცირების პროგრამას, გაჩნდა წლების განმავლობაში დაგროვდა გამოცდილება, გაიგეს უფრო მეტი ამ პრობლემის შესახებ, ესე ქვია ჩვენს პროექტს წაიღეს სახში ნალოგსონი, რაც გულისხმობს ინფორმირებას, კონსულტირებას, რა არის საზიანო, რა არ უნდა გააკეთო, რომ ზედოზირებით გარდაცვალება არ დადგეს თქვათ არ მოიხმარო. ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელი. დიახ, ამ პრეპარატის ჯერჯერობით გვაქვს ჩვენ ეს და უკვე ახალი შესყიდვაზე მოთხოვნა გავაკეთეთ და არ ველოდებით რომ გვექნება ამის წყვეტა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ჩვენი საშუალებით ჩვენ გვაქვს 14 სერვის ცენტრი, 9 მობილური ამბულატორია, რომელიც პატარა ქალაქებში და სოფლებში დადის, თუმცა მაინც ეს არ არის საკმარისი. საჭიროა მეტი, უფრო მეტი საგანმანათლებლო მუშაობა, უფრო ფართო მოსახლეობა. ჩვენ მუშაობთ მიზნობრივად ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებთან, აი ამ ჯგუფთან თემო მუშაობს არა ინექციურ მომხმარებლებთან, თუმცა უკვე გასასვლელია ზოგადად მოსახლეობის ფართო ჯგუფებზე, რამდენადაც გარდაცვალების შემთხვევები, აი როგორც სიუჟეტში იყო ნახსენები,
გარდაცვალება მოხდა არა დამოკიდებულების მქონე პირებში, ბავშვებში ფაქტიურად, რომელმაც მოიხმარა, შეიძლება ის იყო პირველი ან მეორე მოხმარება და გარდაცვალებით დასრულდა. ანუ აბსოლუტურად არ აქვს ადამიანს ინფორმაცია რა საკეთებს. არ არის აბსოლუტურად ინფორმაცია, ანუ არ არის საკმარისი მარტო იმუშაო უკვე ამ დამოკიდებულების მქონე პირ. უნდა გახვიდე ფართო საზოგადოებაზე და უნდა ელაპარაკო ღიად. რომ რა არის გეთანამშრომლებად სახელმწიფო. საკმაოდ ისეთი საკითხი არის. იციან, რა თქმა უნდა, ეს მოკლედ რომ ავხსნათ, ჩვენ ეს პროგრამა, რასაც დალუქსონს ვარიგებთ, გლობალური ფონდი გვეხმარება ამ პროგრამის განხორციელებაში და ძირითადად დაფინანსება მოდის გლობალური ფონდიდან. თუმცა სახელმწიფოს თანადაფინანსება მაინც მნიშვნელოვანია და ყოველწლიურად იზრდება დაახლოებით 40% უკვე არის. და ინფორმირებული არიან, რომ პროგრამა ხორციელდება, რომ ჩვენ ვატარებთ ტესტირების კამპანიებს სხვადასხვა სისხლის გზადამტებ ინფექციებზე, მკურნალობაში ჩათვლაში ვეხმარებთ, ანუ სრულად ჩართული და ინტეგრირებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის პროგრამებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით და ყოველთვიურად ანგარიშებს ვაწარმოებთ, ვაწვდით დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ასე შემდეგ. თუმცა მე ვამბობ, რომ აი სისტემური მიდგომა, სისტემური განათლება, ისე კი არა საინფორმაციო კამპანია რაღაცა თქვა დოზირების საერთაშორისო დღეზე იყოს მიბმული ან რაღაც კონკრეტული შემთხვევა მოხდება გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა და მერე მოყვება. ეს უნდა იყოს მუდმივი. აი ეს ამაში გვჭირდება მხარდაჭერა, რომ უნდა ახსენდებოდეს ადამიანს, რომ ეს არსებობს. თემო, აი ახლა აქტიური პერიოდი იწყება სწორედ ფესტივალების ზურა მახსენა და ისე გამკრა თავში, რომ ალბათ ეხლა რამდენადაც ვიცი ამ წუთასაც მოხვედი კონკრეტული რაღაც ისეთი შეკრების ადგილიდან და ის სურათი რომ აგვიღწე რომ აი როგორ მყისიერად როცა რეაგირებთ რაღაც ფაქტზე აი ამას თქვენ თვითონ ხედავთ თქვენი თვალით და იწყებთ იქვე მოქმედებას თუ თქვათ ყავთ ადამიანები რომლებიც დადიან და თქვათ აკვირდებიან ადამიანებს მათ მდგომარეობას მათ თქვათ მყისიერ რაღაცა ცუდად გახდომის ფაქტებს და აი როგორ მუშაობთ თქვენი ერთი სამუშაო დღე რო აღწეროთ წეგანდელი თემაც რაც კოლეგებმა თქვეს ისიც მინდა გავაგრძელო. რაც შეეხება თქვენ კითხვას, ანუ ელექტრონული მუსიკის ფესტივალები არის სივრცეები, ადგილები, სადაც ათასობით და ზოგჯერ 10,000-ობით ადამიანი, ახლა მე დღეს მაგალითად ოფენეარიდან მოვდივარ, ეს ერთი ყველაზე დიდი მასშტაბური ფესტივალია საქართველოში, 15-20,000-მდე ახალგაზრდა არის, ეხლა ამ წუთას, ანუ სიტუაცია არის ესეთი, რომ ადამიანები ძალიან მარტივად რაღაც ნახევარ საათის დახარჯვა არის ამაში საჭირო, შესაძლებელია ნებისმიერი დასახელების ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა და ზოგადად ელექტრონული მუსიკა და ეს გარემო რაღაც განუყოფელი ნაწილი არის ნარკოტიკები, კი. და ხო, ანუ ახალგაზრდები ხშირ შემთხვევაში პირველ შეხებას ნარკოტიკთან ზუსტად ელექტრონული მუსიკის, ოღონდ ეს სწორედ მინდა რა გაგებული იყოს, ეს არ არის ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ნაკლი ან რაღაცა არასწორობა. ხო, ეს მთელ მსოფლიოში ესეა, ეს რაღაცა როგორც რაღაც ჩვენ კულტურაში ხინკალს უხდება ლუდი და ეს ერთად არის და ამას ვერ ვიტყვით რომ ცუდი ან კარგია, ეს არის რაც არის, ასე არის ფესტივალების შემთხვევაში. და ხო, ანუ ახალგაზრდა ადამიანები არიან სრულიად როგორ თქვა, აი ვიღაცა დილერის ჭყალებში კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებული, კიდე იმაზე, რომ აი შემთხვევით ნამდვილად ის იპოვეს, რაც იქნებს, ხო იპოვეს. ეს ცოდნა საიდან აქვს, ანუ გავრისკო, არ გავრისკო, იმა რომ მომცა, იმა ნამდვილად იცის, ვისგან იყიდა, რა იყიდა, რა მომცა, ანუ აი სრულიად როგორ თქვა, შეუიარაღებელი არიან იმ რისკის წინაშე, რა რისკიც ნარკოტიკი, აი დღევანდელ ნარკოსცენაში ნაყიდი ნარკოტიკის მოხმარება გულისხმობს. მაგას დამატებული ამას აკეთებენ ალკოჰოლის ზემოქმედების ამას რაღაცა მეგობრების რაღაც ერთად როცა ერთმანეთს რაღაც აგულიანებენ და ხო ესა მიდი ბიჭო რა მოგივათ რაღაცა და ხო ანუ საბოლოო ჯამში დგება ამ ინფორმაციას არ გავვრცელებ, მაგრამ ყოველ ღამე, ყოველ ერთ ივენტზე არის 10-ობით და ზოგჯერ 100-ობით ზედოზირების შემთხვევა ხოლმე. თემო ძალიან მინდა რაღაცნაირად აი ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებიც მით უმეტეს ის რომ უყვართ ელექტრონული მუსიკა არაჩვეულებრივია და პირიქით ხო ამაზე ლაპარაკი რა თქმა უნდა რასასურველია. უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს, რა შეიძლება სუფთა ინფორმაციის სახით მივაწოდოთ ამ ადამიანებს
სამწუხაროდ, რადგან არავინ მეტი ამაზე არ ფიქრობს დღეს, ყოველში სახელმწიფო უწყებები ამაზე არ ფიქრობენ, ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ მე არც არ შემყვედრია ინფორმაცია გამართლებელი სახის თუნდაც, რომ თუ იგრძენი თავი ცუდად, აი ძალიან მარტივად, შეგიძლია მიმართო აი ამას, ან დარეკო აქ, ან თქვათ კონდეს თან რაღაცა, არ ვიცი, ნებისმიერ სახის ინფორმაცია. დიახ, ეგ ინფორმაციები მაშინ არის ახალგაზრდისთვის მისაღები და მაშინ შეიძლება მოგისმინოს, როცა შენ მორალისტობას თავს დაანებებ, გადახვალ აი რაღაცა ქთითის ქნევიდან და ჭკუის სწავლებიდან და აი კონკრეტულ ინფორმაციას, აი ხელშესახებს, საჭირო ინფორმაციას. როგორ თქვა, ხა ყველა მიცის იმ ახალგაზრდებმაც ძალიან კარგად იციან, შეიძლება ჩვენზე უკეთესად, რომ ნარკოტიკი რისკებთან არის დაკავშირებული, ხო? ხა ამ ზედოზირებებზე რო ვლაპარაკობ, თვითონაც თავის წრეში რო ხვდებიან ამ შემთხვევებში, განა არიციან, რომ რისკთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამ რისკზე მიდიან, ხო? ყველა ყოფილა. ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შეიძლება იყოს ამ რისკი შეიძლება ცოტა ხო, რა თქმა უნდა, ანუ ბათილდება. ხო, ანუ აქ არ არის საუბარი, ჩვენ მე მაგალითად ჩემს არასოდეს არ ვხედავ და ეს ზოგჯერ არასწორად აქვს ხოლმე გაგებული. რომ აი ჭკუა დავარიგო იმაში რომ რა გააკეთოს და რა არ გააკეთოს ეს მგონია რომ ადამიანებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ ჩემი როლი როგორც ექსპერტის როგორც ამ სფეროში მომუშავე მუშაკის ფუნქციას და როლს ხედავ იმაში რომ აი აუხსნა სიმპტომები აუხსნა ამ სიმპტომის შემთხვევაში როგორი რეაგირება უნდა გააკეთოს ამ ნივთიერებას როგორი ზემოქმედება აქვს ამ ნივთიერებას როგორი აქვს რისი რასთან ერთად შერევა შეიძლება და რასთან არა ამ ყველაფერზე ალკოჰოლი როგორ მოქმედებს როგორი არის სექსუალური ქცევები ამ და ამ ნივთიერებებს შორის და ასე შემდეგ ან მილიონი როგორი არის უსაფრთხოება როგორი არის დოზირება ზედოზირება და ასე შემდეგ მაგრამ ეს უნდა კეთდებოდეს თუ არა პერმანენტული სახე უნდა კონდეს თუ არა ამას ეს ხო ეს უნდა იყოს მთელი ჯანდაცვის და განათლების სისტემა უნდა იყოს ამაზე ალბათ მობილიზებული რომ აი მუდმივად გაიცემოდეს ეს ინფორმაცია ჩემი ორგანიზაციის მაგალითზე გეტყვით მე ამ საქმეს ვაკეთებ უკვე 8-10 წელიწადია და ბოლო 2-3 წელიწადში ჩემთან მოსული ბენეფიციარი ადამიანების ვინები ჩემთან მოდიან 1000 შემცირდა და ამის მიზეზი არის ამას რაღაც ჩემით არ ვიგონებ ამას გვწერენ ამას გვითვლიან ამას სხვადასხვა საუბრებში გვეუბნებიან რომ მოვიდეთ იქ გამაჩერებენ თუ არ გამაჩერებენ ეს თავისუფლების რისკთან არის დაკავშირებული არა თუ არ არის მე სამწუხაროდ ვერ ვაძლევთ რა ცხადია ვერავის ამის გარანტიას მით აი წეღარაზეც ვითხოვე 2 წუთი თუ შეიძლება იმ თემას დაუბრუნდეთ კი ბატონო აქ ბევრი საკითხი ითქვა და ბევრიც კიდე არ ითქვა აი რაღაც იძულებითი მკურნალობა ახსენა ზურამ მაკამ ნალოქსონი კიდე სხვა საკითხები შეიძლება ვთქვათ ჩანაცვლებითი თერაპია და სხვა და ზოგადად რეაბილიტაციის საკითხები, ნუ ნარკოსცენაზეც ვილაპარაკეთ, ყველგან არის სავალალო სიტუაცია, მაგრამ ამ და შეიძლება ესენი სათითაოდ ჩავშალოთ და უფრო მეტად აი რაღაც შევამოწმოთ ჭანჭიკების დონეზე, სად რა არ მუშაობს სწორედ. მაგრამ ამას აზრი არ აქვს, საერთოდ აზრი არ აქვს, როცა მთავარ აი ამ ყველა პრობლემის გამომწვევი მთავარი მიზეზი არის ის, რომ სახელმწიფო და ხშირად საზოგადოების ნუ დიდი ნაწილი ამ სახელმწიფოს ამ მიდგომას აპრავებს, ხო, იზიარებს და აპრავებს და ტაშ უკრავს. არის ის, რომ ადამიანებად არ განიხილავენ მომხმარებლებს. სხვა შორის სტიგმა, რომელიც აი პირდაპირ ტექსტში სიტყვაში ნარკოდანაშაული პირდაპირ ავტომატურად სვამს მომხმარებელსაც. და ეს სტიგმა არის ძალიან დიდი ხნის შექმნილი. და ძალიან დიდმა და სხვა შორის ძალიან ისეთ მით უმეტეს შემათაობა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ სრულად არ აქვს მიღებულობა ნარკომომხმარებლის თქვა პრობლემის არ აქვს მიღებულობა, იმიტომ რომ ამას თulis მის დანაშაულად პირდაპირ. კი, და სახელმწიფო ამას ძალიან ცუდად იყენებს ეს პოპულისტური ნაბიჯებით, აი თუნდაც იმ ტრაგედიების რაღაც არასწორად გამოყენებით და ასე შემდეგ. ხო, შეიძლება ამას სხვა მიზეზიც ჰქონდეს, თუნდაც პოლიტიკური მიზეზი. თავარი არის გარდა იმისა, რომ სტიგმაა და თქვა აი სახელმწიფოს არ აინტერესებს ამ ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ბედი რა. გარდა მაგისა არის ძალიან დიდი რაღაცა მსუყე ბიზნეს თუ რაღაცა ფინანსური ინტერესების სფერო ძალიან დიდი 53 მილიონი ალბათ ხო ერთ-ერთი ყველაზე ხო არ ვიცი რა 53 მილიონი ეს ერთი მიმართულება ზოგადად ხო აქ არის როგორც ნარკობაზარი იქ რეაბილიტაცია იქ დაჭერები და საპროცესო შეთანხმებები და ასე შემდეგ იქ პოლიციური ბერკეტები თელი ესეთი მსუყე ბიზნესი და ესეთი რაღაცა აი დიდი ფულის წყარო მე არ მგონი აი რაღაც ძალიან ცნობილია საქართველოში ბოლო წლებში კოლ-ცენტრები ხო და ვიცით რომ იქ ძალიან დიდ ფულზეა საუბარი
ანუ კოლ-ცენტრების ის არის ჩემი შეფასებით, ეხლა მე არ დამითვლია და კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ არის ლიფსი და აი ამ ნარკობიზნესთან შედარებით. ასე რომ თუნდაც გამსაღებლები ტელეგრამში პირდაპირ მოსდით ინფორმაცია. დიდი ჯაჭვის სხვადასხვა. სანამ ზურასთან გადავალ მეკას უნდა ვკითხო აუცილებლად, ახლა ზურამ ახსენა სწორედ ეს სარეაბილიტაციო ცენტრები გვესმის მართლა საოცრება ამ სარეაბილიტაციო ცენტრებზე. ეკა შენ როგორ შეაფასებდი ამ წუთას რა არის იძულებითი მკურნალობის? ეს არის საშინელება. ახლა მე სიმართლე რო გითხრათ, ეს იძულებითი მკურნალობა უკვე თუ ამას ხელა მასშტაბი ქონდა, არ ვიცი, მაგრამ ამაზე იძულებით მკურნალობაზე არა მარტო ნარკოლოგიაში, არამედ ფსიქიატრიაზე უკვე დიდი ხანია. მე მახსოვს 2018 წლიდან ჩვენ ავტეხეთ ეს განგაში, რომ წავიდა ამ მიმართულებით, ანუ მკურნალობა, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებისა, ბევრად იმის მაგივრად, რომ წლებია, ახლა თქვენ გახსოვთ, რომ მიდიოდა ესეთი სათემო სერვისების განვითარება, უფრო პრევენცია, რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია, რაღაცა ეტაპი და სადღაც 2018 წლიდან მთელი ეს მიმართულება წავიდა რაღაცნაირად იძულებითი მკურნალობის მიმართულებით. ყველაზე მეტი მხარდაჭერა არის არანებაყოფლობითი და იძულებითი მკურნალობის ჩაკეტილი დაწესებულების გაძლიერების. ნუ ისევ აი რაღაც პერიოდში თითქოს მივაღწიეთ იმას, რომ თითქოს ჯერ რა დაფინანსება და რა სერვისები განვითარდა, ნუ რაღაცა ძალიან ნელი და კუსნაბიჯებით მივდიოდით და თითქოს მეტნაკლებად ამოიწია ეს ამ ნაწილმა, რომ სათემო, რესოციალიზაცია, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და რაღაცა ოდნავ ფეხზე დადგა და ეხლა ზუსტად ისეთივე დაბრუნდა, აი ზუსტად ის ბალანსი, სადაც ძირითადი აქცენტი არის გაკეთებული იძულებით მკურნალობაზე. მაგრამ იძულებითი მკურნალობა ეს არის მკურნალობა მხოლოდ აი ძალიან ესეა რა, არაფრის მთქმელი სიტყვა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ იძულებითი ფაქტურად იზოლაციაა. არც მეტი, არც ნაკლები ეს არის იზოლაცია და მკურნალობა რა არის? მკურნალობა ამ შემთხვევაში მიზანი და არსი იძულებითი მკურნალობის და მთელი თავისი შინაარსით არის, რომ ეს ადამიანი მოაცილო, ესე ვთქვათ, მის იზოლირება მოახდინო უსაფრთხოების თვალსაზრისით საზოგადოებიდან. ნუ და თავისავ თუ საფრთხე არის საკუთარ თავს მიმართ და სხვების მიმართ, ხო, ჩაკეტო და რაღაც ახლა ზურამ თქვა, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაში მართლა საინტერესოა რა სპურნალობენ, როგორ მკურნალობენ, როგორ მიდის ეს პროცესი, ხო? ჩვენ ხშირად ხედავთ იქაც ცოტა გადაჭარბებულ მიდგომებს და ასე შემდეგ. და სამწუხაროა რა, საერთოდ აი სერვისების განვითარება, კლინიკური ცოდნა, ამაზე უკვე ითქვა კიდევაც, ეს ყველაფერი არის ძალიან შეზღუდული. ეს ჩვენთვისაც ცუდია, ფსიქიატრებისთვის, ნარკოლოგებისთვის ცუდია, რომ ჩვენ ცოდნას ავიწროვებს. ჩვენ საბოლოო ჯამში მართლა კი არ უდგებით აი ამ პრობლემას მთელი მასშტაბით, რა მასშტაბითაც უნდა მიუდგეთ და რაც უნდა უმკურნალო, არამედ რაღაცა ერთ ვიწრო იმას ვტკეპნით, რომ ადამიანს ახლა იძულებით მოვათავსებთ და მე ჩაუტარებთ ესეთ სედაციურ, ძლიერ სედაციურ მკურნალობას, რომ გავხსნათ შედეგი. იმიტომ რომ გამოვა თუ არა ზურა ეს ახსენა, რომ იქნება დიდი ხანი იზოლაციაში, გამოვა ზედოზირება, მე უფრო დიდი რისკი, იმიტომ რომ იქ არ მიდის ის აუცილებელი მკურნალობა, ფსიქოსოციალური, ბიოფსიქოსოციალური მკურნალობა, რომელიც ამ ადამიანს ფეხზე დააყენებს და დაუბრუნებს საზოგადოებას ჯანმრთელს, ხო? მე აუცილებლად ახლა ზურასთან უნდა გადავიდე კითხვით, თუმცა სრულიად ვეთანხმებით ემოს ერთ რაღაცაში, რომ ძალიან საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და შეიძლება ოჯახის წევრებიც კი იძულებითი მკურნალობის შეიძლება სადღაც მოსურნენიც იყვნენ და თანახმანიც იყვნენ ამაზე და ეს გონიათ მათაც. იმიტომ რომ არასწორი ინფორმაცია აგვიქვთ. აი ეს არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ როცა შენი მშობელია, შენი ოჯახის წევრი ეთანხმება იძულებით მკურნალობას და გონია ეს გამოსავალი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ალბათ ამბავი, რაზედაც შეგვიძლია ასევე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ზურა, წინა გადაცემაზე შენ თქვი ესეთი ძალიან საგულისხმო რამ, რომ 90-იან წლებშიც კი ესეთი მძიმე სურათი არ იყო ნარკოპოლიტიკის კუთხით. კონკრეტულად რას გულისხმობდი და რა არის ისეთი, რას გამოყოფდი, რომელ მიმართულებას უფრო, თქვათ, აი სიკვდილიანობის კუთხით თუ თქვათ რეპრესიულ პოლიტიკას გულისხმობ, აი რას გულისხმობდი უფრო?
ყველაფერს გულისხმობ ნინო ერთიანად. აქ არის ლაპარაკი ზოგად მიდგომაზე, რომელიც აქ ეხლა სახელმწიფოს და რომელიც ამდენი წლების მანძილზე წინა ხელისუფლებასაც არანაკლები ჰქონდა, იმიტომ რომ ეს კინო ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს, როცა კუსტარული ეხლა ჩვენ გვაქვს საშინელი სიტუაცია, როცა ჩვენ ყოველ მეორე დღეს გვიანონს ანუ გვეუბნებიან რომ კუსტარული ლაბორატორია აღმოაჩინეს. ეს არის კატასტროფა ხალხო. ჩვენ ქვეყანაში მზადდება ნარკოტიკი. ჩვენ ქვეყანაში ტონობით ნარკოტიკი მზადდება, რომელიც საღდება. აი გუში 2 დღის წინ იყო რომ 45 ლიტრა მეფედრონი ქონდა ადამიანს და ყიდიდა და მეტადონზე და ანდა Plus ამას ემატება ნინო ის რომ ეს რეპრესიული პოლიტიკა ჩვენ ყველაზე მეტად გვაშორებს მომხმარებლისგან. სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს ეს ადამიანები ისევ იატაკ ქვეშ ჩაიყვანოს, რომ ეს ადამიანებმა ხმა არ ამოიღონ. არ არის ადამიანი არ არის პრობლემა. ამათ ესეთი პოლიტიკა, ესეთი, ანუ ამათ უნდა ჩაკეტონ დღეს ციხის პოპულაციაში 50% არის ნარკოტიკის მომხმარებელი. კატასტროფულ რაღაცებს მწერენ, რომ მინიმალურ დოზაზე რაღაცაზე აი ისეთი საპროცესო შეთანხმებები გირაო 15,000 18 წლიან მუხლებს ემუქრებიან მინიმალურ რაღაცა რაოდენობა ნარკოტიკზეა ლაპარაკი ერთ ჯოინტზეა ლაპარაკი რაღაცა 1 გრამ მარიხუანაზეა ლაპარაკი და ასე შემდეგ ჩვენ დღეს ვართ სრულ სიბნელეში ყველა 90-იან წლებში ვიცოდით რომ სიბნელე არც შუქი იყო, არც გაზი იყო, არც ნარკოპოლიტიკა იყო და იყო ბევრი ჰეროინი, იყო ბევრი ომი და ასე შემდეგ. ეხლა როცა ჩვენ გვასაღებენ რომ თურმე ცივილიზებული საზოგადოება ვართ და რაღაცა ჩვენ დღეს აგე რა 2 ბავშვი, ეს 2 ბავშვი არის საკმარისი. ეს 2 ბავშვი რომელიც დღეს წერს სასაფლაოზე არის აბსოლუტურად საკმარისი ის რომ კვატრო საქართველოს ნარკოპოლიტიკამ განიცადა კრახი 30 წლიანი რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ განიცადა კრახი და ამ კრახმა გამოიწვია ბევრი სიკვდილი, ბევრი ზედოზირება. ჩვენ არ ვლაპარაკობთ დღეს მარტო სიკვდილზე, ეკაზის და ზუსტად იცის ზედოზირება დღეს არის ფსიქიკური აშლილობები, რომლითაც გავხსებულია ფსიქიატრიული საავადმყოფოები. ეს არის ზედოზირება, როცა ჩვენ ფსიქიკურ აშლილობაზე ვლაპარაკობთ, ხო? ადამიანები თავს სუიციდები, რომლებიც გამოწვეულია ნარკოტიკების ზედოზირებით, ხალხო, ეს არ არის მარტო გაიღვიძა და იძინა, ეს არის ადამიანები, რომლებიც წლებია შეიძლება უმძიმესი ფსიქიკური აშლილობები, ინვალიდიზაცია მოხდეს და უამრავი სხვა პრობლემის წინაშე ვდგევართ. დღეს ჩვენ ვდგევართ რეინფექციის წინაშე, როცა აივ ინფექციას ვიჭერთ. აი, ეს კითხვა მინდოდა ეხლა დამესვა. აივ ინფექცია თანამდები მაგა იტყვის ამას ალბათ რომ დღეს უკვე ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი რიცხვი რეინფიცირების. დღეს მაგალითად ზუგდიდში მომატებულია ძალიან აივ ინფექციის რიცხვი და ჩვენ ამდენი წლის მანძილზე მიუხედავად რომ ამდენი ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი ყავდა, ვინ არჩუნებდით ამ ციფრს და სტაბილური იყო, მაგრამ ეს ერთ დღეში დაინგრევა. აი ზუსტად ერთ დღეში ჩვენ მივიღებთ უკრაინაზე და რუსეთზე შეიძლება უარეს სიტუაციას აივ ინფექციასთან და ცეგეპატიტთან დაკავშირებით, რომელიც მერე დააწვება ჯანდაცვას და რომელიც მერე დააწვება დღეს ორმაგი დიაგნოზების მქონე პაციენტებისთვის სერვისები არის ნულოვანი, ჩანსწრებითი თერაპია არის კატასტროფულ მდგომარეობაში. ხალხო, არ იცით თქვენ რა პირობებში ხო მე წინა გადაცემაში ვისაუბრე და სულ ვიტყვი ამას. წარმოუდგენელ პირობებში გადიან ეს ადამიანები იმას. ეს საავადმყოფო მკურნალობა ჩაკეტილი, რომელიც არ ვიცით, არც გაიდლაინი, რაც ოდნაზეა ეხლა ლაპარაკი. გაიდლაინიც კი არ არსებობს. რას უკეთებენ ამ ადამიანებს 6 თვის მანძილზე? რა პრეპარატებს ხმარობენ, რას შვებიან, რას უშვებიან ამ ადამიანებს? მე ვიცი რომ ადამიანები შიმშილობენ, თვითდაზიანებებს იყენებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და არავინ არ მიდის იქ რომ დაარღვიოს ეს რა ხდება. რითი ხსნით, სურა, რითი ხსნით აი ამ აბსოლუტურ იგნორს თქვათ. აი ხა 4 არაჩვეულებრივი სპეციალისტი ხართ ამ წუთას აქ სტუდიაში. ესენი ლაპარაკობენ რომ არაჩვეულებრივი ნარკოპოლიტიკა აქვს, რომ მათ ყველაფერს მიაღწიეს რომ ფსიქოტროპული პრეპარატი 4 თვე არ იყო დიაზეპამი.
4 თვის მანძილზე და 53 მილიონი ტიპებს შემოქონდა წამალი. არალეგალურად, თუ ლეგალურად, თუ როგორც იყო. თავიანთი ბიზნესების გადანაწილებაა, მეტი კი არაფერი არ ხდება. სანამ ეს თავრობა არ შეიცვლება, ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება ნინო. ეს არის ფაქტი, იმიტომ რომ ესენი მიდიან, ეს არის რუსული ნარატივი, ლეგალური ნარკომანია არის ჩანსწრებით თერაპია და ჩანსწრებით თერაპიას აუცილებლად დახურავენ და დროთა განმავლობაში ეს მოხდება, იმიტომ რომ უკვე 900 პაციენტი გარიცხეს 9 წლის მანძილზე ჩანსწრებით თერაპიის პროგრამიდან. 900-მდე პაციენტი გაირიცხა და ქუჩაში დარჩა. 3 თვე არ იღებენ მერე მეტადონის პროგრამაში, 3 თვის მერე არ მიიღებენ ან არ მიიღებენ და არის ესეთი ამბავი. ჩანსწრებით თერაპია ნოლზეა, ანუ დეტოქსში გაიხსნა რაღაცა უაზრო კლინიკები, არ ვიცი ვინ არიან საერთოდ რას აკეთებენ ხალხო, არავინ მომკითხავი არ არის რას უკეთებენ ამ ხალხს. მონიტორინგი არ შეძლო ყოველ კლინიკაში. ხო, ზუსტად სტანდარტი არ არსებობს, რეგისტრები არ არსებობს დაავადების. ნარკოლოგია არის ნოლზე, ნოლი, დარგი არის ნოლს ქვევით. აღარ არის დარგი საერთოდ. დაძე უნდა ვილაპარაკოთ ნინო, როცა მივდივარ უფსკრულისკენ და ეს უფსკრული იწვევს ზედოზირებას, სიკვდილს, ინფექციების მომატებას, აიმს ინფექციის გავრცელებას, C-ჰეპატიტის გავრცელებას, ზედოზირების, სიკვდილს, ფსიქიკურ აშლილობებს და ასე შემდეგ. ეგა მახსენა ანგარიში გაეროსი 2026 წლის. სადაც ჩვენი ქვეყანა მოხსენიებულია ერთ-ერთ როგორც სატრანზიტო ქვეყანა, იმიტომ რომ ჩვენზე გადის ძალიან ბევრი სატრანზიტო გზა. მაგრამ რა გვინდა ტრანზიტი, როცა ჩვენ ქვეყანაში არის უამრავი კუსტარული ლაბორატორია უკვე ერთს რო აღმოაჩენენ, ეს ნიშნავს რომ არის ძალიან ბევრი. ხტები, ანუ 1 და 2-ს რო აღმოაჩენენ, ეს ნიშნავს რომ 10-ია, 20-ო, 100 რომელიც ერთი ჭიქა პრეკურსორიდან შეუძლია დაამზადოს კილოობით ნარკოტიკი და გაყიდოს. დღეს აიხა ჩამიგდეს ტელეგრამზე რაღაცა ტელეგრამის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, იმიტომ რომ რაღაცა ახალი მიქსი გაჩნდა. აი ეკას იმიტომ მინდა ამ ანგარიშს დაუბრუნდე, რომ დღეს უკვე გაჩნდა ისეთი მიქსები, ანუ რამოდენიმე ნივთიერებას ურევენ, რომელიც ტოქსიურია, იწვევს ზედოზირებას, სიკვდილს და პლუს ამის გარდა ფსიქიკურ აშლილობას. აი დაიძინა და არ გაიღვიძა. ეს არის ფენტანილი, ან ნეოთიაზინები, რომელიც 100-ჯერ უფრო ძლიერია კიდე ფენტანილზე. და პლუს ამას კიდე დაემატა დღეს ფსიქოტროპულ პრეპარატებში, როგორიც არის მაგალითად ქსანაქსი, ან მაგალითად გრანდაქსინი, ან მაგალითად სხვა ტიპის პრეპარატები, მათში გარეული ოპიატები. ფენტანილი ეს არის უკვე ესტონეთში, ლიტვაში, მასში და ასე შემდეგ. პლუს ამას ემატება მეფედრონული ეპიდემია და კოკაინის მზარდი მოხმარება საქართველოში. ოღონდ ეს კოკაინი არ არის. ეს არის სინთეტიკური კოკაინი, რომელიც იწვევს უმძიმეს გართულებებს და ძალიან ბევრ სიკვდილს. ძალიან ძიმე თემა იმდენად მძიმეა, ნინო, რომ ამაზე ლაპარაკიც კი უკვე ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს არის თემოს დავესესხები და ვიტყვი, რომ ეს არის ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები ამ ქვეყანაში. უბრალოდ ეხა გადანაწილება ხდება, ძველები წავიდნენ, ფარცხალაძე ალბათ აკონტროლებდა და ამას ამბობენ პირდაპირ, რომ ფარცხალაძის კონტროლის ქვეშ იყო. ეხლა ალბათ სხვები იბარებენ ამ დანაშაულს, კი გავიგე, მაგრამ დაჭერებით არაფერი არ შეიცვლება. იმიტომ რომ იმდენად მზარდია დღეს მოთხოვნა ბაზარზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების, რომ ამ მოთხოვნას რაც არ უნდა შენ ხვრელი დახურო
დრონები აგერ უკვე დრონები გადაიტანეს აზერბაიჯანში ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ხო, იყო ესეც შემთხვევა. დრონები, რა ვიცი მე, ცხოველებით და უამრავი მილიონი საშუალება ნახულობ შავი ბაზარი რომ მოამარაგოთ, მაგრამ რა გვინდა დრონი, როცა ჩვენ ქვეყანაში გვაქვს უსტარული ლაბორატორიები, თვითონ აღიარებენ ამას, ხო? ჩვენ ხო არ ვიგონებთ ამას, თვითონ აღიარებენ ამას, რომ ვიჭერეთ და თურმე უსტარული ლაბორატორიები არის. და პლუს ამაზე ემატება ის რომ რეპრესია აი ამ წლების მანძილზე თემებს და მაგას ორივე დამეთანხმება ჩვენ მომხმარებელი დღეს თუ ცეგეპატიტმა იმუშავა და რაღაცა ეს არის დობა რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებლებში და დამოკიდებულ ადამიანებში ისინი მოდიოდნენ სერვისებში ისინი იმად არ ეშინოდათ სერვისში მოწვა იმად უნდათ კურნალობის და რეაბილიტაციის იმიტომ რომ მოთხოვნის შემცირება არის სოციალიზაცია პირველ რიგში ალბათ რაც უნდათ რა თქმა უნდა ზრუნვაში გადაყვანა თავარი არის ზრუნვაში გადაყვანა ადამიანების და როცა შენ იჭერ როცა შენ ართმევ ყველანაირ უფლებას როცა შენ უზღუდავ ადამიანებს გადაადგილების საშუალებას სამსახურების საშუალებას პრობაციონერი ყავს ეს ადამიანი და იყენებ პოლიტიკურად როცა დაგჭირდება არჩევნების წინ მოუხსნი პირობითებს მე ისევ დაუმატებ და სულ ყავს შიში დაიჭერ კბილებს ჩაუნტრევ ცემ ციხეში გაუშვებ რომელი მოვა სამეცნიერო დაწესებულებაში და პლუს ამას ემატება კიდე კაი არ მინდა გავახსენო ალბათ ეს რეესტრი რომელიც უნდა შემოიღონ ჯერ ალბათ ვერ მოიცალეს მაგისტრის რომელიც კიდე უფრო გაუარესებს ამ ადამიანებს ჩვენ ანონიმური მკურნალობის საშუალებას დაგვეკარგება ძალიან მალე და პლუს ფსიქიატრიული ნებისმიერი დიაგნოზი და ფსიქიკური არჩილობა გახდება დევნის და ასევე პოლიტიკური იარაღის საშუალება ამ ქვეყანაში. ნარკოტიკი ამ ქვეყანაში არის პოლიტიკური იარაღი და ეს არის პლუს ერთსაც ვიტყვი და всё, აღარაფერს აღარ ვიტყვი, ეს არის უამრავი ექსპატი, რომელიც არის ამ ქვეყანაში, რომელიც არ არის ტესტირებული, რომელიც მოიხმარს ძალიან ბევრ ნარკოტიკს, რომელიც არის გამავრცელებელი ინფექციების, რომელსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას, ისინი არ მოდიან სერვისებში, იმიტომ რომ არ აქვს დომა სერვისებამდე, ეს კიდე უფრო აუარესებს სიტუაციას, იმიტომ რომ სექსუალურად გადამდები დაავადებები და ინტრავენურად გადამდები დაავადებების ფეთქებას მივიღებ ძალიან მალე. და ამის გარანტია თუ არაფერი არ შეიცვალა ამ ქვეყანაში ამის გარანტიას გაძლევთ რომ ესე იქნება ზედოზირებები სიკვდილი ინფექცია და ბევრი პატიმარი ციხეებში რაც უკვე გავიარეთ ერთხელ 2005 წლიდან 2012 წლამდე 2012-ში 2000 რაღაცა ცოტა ოდნავ ვითომ რაღაცა იმიტომ რომ კანონის მიღება რომელიც არ მიიღეს და ისევ იგივეს დაუბრუნდით. ყველა მთავრობა იყენებს ამას სათავისოდ პოლიტიკურ იარაღად. ეს ადამიანები არ თვლიან ამათ ადამიანებად, არ თვლიან. ესენი მათთვის არიან კრიმინალები. და ჩვენ გვაქვს დღეს პრობლემა რაც თემამ თქვა, ეს არის მომხმარებელი. რომელსაც ინფორმაცია აქვს ნოლი, იმან იცის რომ რაღაცა ნარკოტიკია და უსაფრთხოა და ამ დროს იმას შეიძლება ფენტანილი, ტესტირებას ვერ მივახციეთ, რომ ფესტივალებზე ტესტირების საშუალება იყოს, რომ ადამიანმა გატესტოს ის თავისი ნარკოტიკი, იმიტომ რომ ხო ვიცით რომ მოიხმარს. აი რატო ხუჭავთ ამაზე თვალებს? ხო ვიცით რომ ყავს ამდენი მომხმარებელი, ამდენი ნარკოტიკის მომხმარებელი. ზურა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ ინფორმაცია არ მოვაკლოთ ჩვენს მაყურებელს ამას დავიგენინო, მაგრამ არ არის საკმარისი შენ. მესმის აბსოლუტურად, რა თქმა უნდა. რაც გიცნობ შენ სულ მუშაობ ამ თემაზე, ამას სისტემური ხასიათი უნდა კონდეს. ეგ ამ რო ახსენდა განათლების სამინისტრო, ხო? პრევენცია და გვაქვს პრევენცია. რა პრევენციაზე ვლაპარაკობთ, ან რა მკურნალობაზე ვლაპარაკობთ? ამაზე ჩვენ შეგვიძლია მართლა რაღაცა სერიები გავაკეთოთ გადაცემების, განათლება და ვთქვათ, აი ნარკოპოლიტიკა, ეს ალბათ ცალკე გადაცემის თემაა, აბსოლუტურად გეთანხმებით. მაგაში ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. კიდევ ერთხელ ვიღებთ რაღაცნაირად ვალდებულებას, რომ ამ თემაზე რაც შეიძლება ხშირად ვილაპარაკოთ და არ გვინდა ზუსტად სიტუაციურად ხდებოდეს ეს, ანუ დაღუპულ ადამიანებს ეძღვნებოდეს, ვთქვათ, გადაცემა, არამედ ეს იყოს ჩვენი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ჟურნალისტებს გულისხმობ ამ შემთხვევაში და მედიას. თავისთავად ცხადია, მე ხო მინდა რომ აი აქედან გამოსავალი რა შეიძლება დავინახოთ. გავაჟღერებ ძირითად მესიჯებს. და თემო.
საიდან შეიძლება დავიწყოთ ამასთან ბრძოლა? პირველ რიგში მესიჯები, რომელიც უნდა იცოდეს ნარკომოხმარებელმა, რომელიც ახლა მოიხმარს ან აპირებს მოხმარებას, რა დროს არის საშიში და სავალალო შედეგი როდის შეიძლება დადგეს. პირველ რიგში ნარკოტიკის მოხმარება და დაუდგენელი წყაროდან ნაყიდი. ხო, ეს დარქნეტები, შეფუთული, მიწაშიდებენ, რას ყიდულობ არ იცი. მეორე ეს არის მოხმარება სხვა ნივთიერებებთან ერთად, სხვა ნარკოტიკთან ერთად. მაგალითად ურევენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, სტიმულატორებთან, ურევენ ოპიატებთან, აი ეს არის კატასტროფული შედეგის მომცემი. ნარკოტიკის მოხმარება ალკოჰოლთან დამანგრეველია, შეუქცევადი პროცესია და ხშირად სრულდება გარდაცვალებით. ასევე ბენზოდიაზეპინის ჯგუფებთან ნარკოტიკის მოხმარება, ნებისმიერი სახის საძილე დამამშვიდებელი საშუალებების მიღება, რომელსაც ხანგრძლივი პერიოდი იღებს და არის მსუბუქი ბუნების, სულაც არ ახსოვდა რომ მიღებული ქონდა თქვა წინა დღეებში ეს საშუალება და ამ დროს მოიხმარა ნარკოტიკი. ეს უკვე არის სიკვდილის რისკის ერთ-ერთი ფაქტორი. მოხმარება მარტოობაში არის ძალიან საშიში, კარჩაკეტილ, თუ კი მოხმარებამდე ჩაკეტა კარი რომ არავინ შეაწუხოს, ესეც თუნდაც ეს ფაქტი სანამ სულად გახდება დახმარებისთვის რომ ვინმეს დაუძახო, საჭირო იქნება კარი შემომწვევა, წუთები, წამები არის გადამწყვეტი და ეს არის ჩვენ ამას ვეუბნებით, არ დატოვო, არ ჩაკეტო კარი, არ ჩაიკეტო სააბაზანოში, სახლის კარი გააფრთხილე, მეგობარი, ოჯახის წევრი რომ შემოქმედოს, შეგამოწმოს, როგორ ხარ, იმიტომ რომ ხშირად ნარკოტიკის მიღების აი სტრობის პერიოდის გავლის შემდეგ ადამიანი გრძნობს თავს კარგად, იძინებს, გონია რომ ყველაფერმა ჩაიარა და ამ დროს მეორე ტალღა იწყება ნარკოტიკული თრობის, რომელიც გაცილებით მძიმე არის და ადამიანი ვერც გამოდის ძილიდან, ვერც ხვდება რა დაემართა და დგება გარდაცვალება, ხო? აი ეს არის ძირითადი მესიჯები. ასევე რაც სტიმულატორებთან დაკავშირებით, თუნდაც საცეკვაო მოედნებზე, რაც ხშირად ხდება გადახურება, სტიმულატორების მოქმედების ფონზე, ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, გულის ტკივილი, მოჭერითი იშემიური პროცესები ტვინში. ეს უკვე უნდა იყოს სიგნალი, რომ სიგნალი. აი ამ პირველადი ნიშნების ცნობა უნდა შეეძლოს ესეთ ადამიანს, თუნდაც არა მარტო იმას, ვინც მოიხმარს, არამედ ნებისმიერ ადამიანს რომ სხვა შეუძლია გაუწიოს დახმარება. ჩვენ ამ დროს ნალუქსნოს ვარიგებთ, ამას არ ვაძლევთ მხოლოდ ნარკოტიკების უშუალოდ მომხმარებლებს, ვაძლევთ მათ ოჯახის წევრებს, ვაძლევთ მეზობლებს, მეგობრებს, პოტენციურად აი იმ წრეს, ვინც შეიძლება შეესწროს ნალუქსნოს და ზედოზირებას და სწორედ აი ეს ერთი ამპულა გამოჩნდეს გადამწყვეტი, იმიტომ რომ იქ არანაირი არჩევანი არ არის, ვერც მოასწრებ აფთიაქამდე მისვლას, რომც იყოს, სად არის აფთიაქში თორე რომც იყოს ვერ მივა იქამდე ეს წამებში წდება ადამიანი, სუნთქვას წყვეტს, ლურჯდება, კიდურები ჩამოუვარდება, გაფითრებული აქვს ტუჩები, თითები, აი წამებია საჭირო რეაგირებისთვის, ხო? და აუცილებელი, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის, რომ სასწრაფოს უნდა დაურეკოს ადამიანმა, იმიტომ რომ აი არ დაურეკო, მეშინია პოლიცია მოვა, აი ამის არჩევანის საშუალება არ არის. ყველას მინდა ვთხოვოთ, ვინც ამ ფაქტს შეესწრება, რომ არ დატოვოთ რისკის ქვეშ ადამიანი, რომ აი გაუვლის ეხლა უკეთესად გამოიყურება, ფერზე მოვიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი გადარჩა ზედოზირებას. კიდევ წინ არის საათები, რომელიც საფრთხილოა და რომელიც არ უნდა დასრულდეს გარდაცვალებით და მინდა ჩვენ 2014 წელს მივახციეთ ამ შეთანხმებას პოლიციურ სისტემასთან, როგორცაც ჰქონდა მაშინ მოლაპარაკებაში ბატონ არჩილ თალაკვაძე იყო უშუალოდ აი ამ პროცესებში ჩართული და რაღაც შიდა ნორმატიული აქტი გამოიცა, რის საფუძველზეც გაუქმებული იყო პოლიციის შეტყობინება, უცნობი ინტოქსიკაციის სავალდებულო აღარ იყო და მოდიოდა მარტო სასწრაფო პოლიციის გარშემო. ეს წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ეხლა სიტუაცია განსხვავდება რეგიონების მიხედვით. ეხლაც მინდა უთხრა მსმენელებს, რომ ყოველთვის არ მოყვება პოლიცია. აი ნუ ექნებათ იმის შიში, რომ აი აუცილებლად მოვა და დაიჭერს ზედოზირებას. თავარია დაურეკონ სასწრაფოს და არ დატოვონ ზედოზირებული მარტო, თუნდაც იყოს გვერდით, მაგრამ ვერაფერს ეხმარებოდეს. თავარია ადამიანი გადარჩეს და მერე რაღაცა იქნება. ეკა, აი როგორც ფსიქიატრს მინდა ახლა კითხო, რადგან წავედით უკვე იმ მიმართულებით, რომ ვაძლევთ რჩევებს ადამიანებს, რა უნდა გაითვალისწინონ, აი ის შემთხვევები მინდა სწორედ იმას გაუსვა ხაზი, რაც აი შენი მიმართულებით არის ყველაზე ყურაცაღები და საგულისხმო. ხო, იცით, ძალიან ხშირად არის ხოლმე და განსაკუთრებით უფრო მოწყვლადები არიან, ესე ვთქვათ, ის ადამიანები და ეს ყველაფერი ძალიან
ძალიან ბევრი პრობლემა ეწება ახალგაზრდობაში, ხო, ახალგაზრდობიდან, აი ესეთ მოზარდობის ასაკში, როდესაც პიროვნება ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული და ნებისმიერ ფსიქიკური აშლილობაში შეიძლება ამ დროს იჩინოს თავი. აქ არის ხოლმე რაღაცა სოციალური შფოთვა, ვთქვა, საკუთარ თავთ უკმაყოფილება, გარეგნობით უკმაყოფილება და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად აი ესეთი ადამიანები იწყებენ ნივთიერების მოხმარებას წმინდად უფრო რომ გათამამდნენ, უფრო ესე ვთქვათ განმხრუჭდნენ, თუ უფრო თამამები გახდნენ და ასე შემდეგ. მე მინდა ამიტომაც ვამბობდი განათლება აქედან იწყება, რომ იცოდე რომ როდესაც შენ რაღაცა მსგავსი ფსიქიკური ნიშნება, ხა ფსიქიკა არის ემოციურობა, ცოტა ზედმეტი შფოთვა, ცოტა მეტი ემოციურობა, ხო, რაღაცა ურთიერთობის პრობლემები, ეს ნორმალურიც არის და საჭიროა ამ დროს არა მიმართო რაღაცა აი ამ თვითმკურნალობას, არამედ ნუ თუ გიჭირ შენ თვითონ ამის გადალახვა, ჯობს მიმართო სპეციალისტს და სპეციალისტი უფრო დაგეხმარება, იმიტომ რომ შენ იწყებ თვითმკურნალობას რაღაცა ნივთიერებებით, ეს ნივთიერება კი თავიდან გეხმარება, მაგრამ აი ერთი ძალიან ტრაგიკული რაღაცა, რასაც მე ვაკვირდები ძალიან ხშირად ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში. ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც იწყებს აი ესეთი რაღაცა წარმოუდგენელი კონცენტრაციის ნივთიერების მიღებას, აი სინთეზური ნივთიერების მიღებას, მე იწყება ის კი არა, რა ჩვენ დანაშაულზე ლაპარაკობთ, კრიმინალზე ლაპარაკობთ, ფსიქოზე ლაპარაკობთ, არა, ადამიანი, აი რასაც შიზოფრენიული ფსიქოზების დროს შიზოფრენიას სჭირდება წლები, რომ საბოლოო ჯამში მივიდეს აპათოაბულიურ მდგომარეობა, ვიცით ეს რა მდგომარეობა? ცოცხალი ადამიანი ფიზიკურად, ჯანმრთელი, ინტელექტუალურად განვითარებული, აბსოლუტურად არაინტერესი, არასურვილი, არაფერი არ აქვს. აი მას ჩვენ ვეძახით ეს ნეგატიურ სიმპტომებს აპათოაბულიურ. სრულიად დაკარგული აქვს мотиваცია, ინტერესი და ოჯახის წევრებიც და ჩვენ სპეციალისტები და სამწუხაროდ ამის ცოდნა სპეციალისტებსაც არ გვაქვს რა უშველოთ, რომ აი ესეთი ადამიანი გასულია აი სოციუმიდან, ცხოვრებიდან, საერთოდ აღარ აინტერესებს, აი არ აინტერესებს, ეუბნები რომ და სულ გაქვს ის გასწორება, ახლა ცოტა უნდა გააქტიურა, ადექი ხელში აიყვანა შენ თავი. არა, მოჩა, უკვე იმან ისეთი მდგომარეობა გამოიწვია, ჩვენ სიკრეტივ ვთქვი რომ კი გარდაცვალება უმძიმესია, რას ლაპარაკობთ, ესეთი ტრაგედია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, აი უბრალოდ მინდა რომ ახალგაზრდა იცოდნენ, რომ შეიძლება მიხვიდე ამ მდგომარეობამდე. მარტო ეს კი არ არის, რომ ბოდვა გაგიმითარდება, ჰალუცინაცია და მე ფსიქიატრში მოგეთასება, იმკურნალობა, სუიციდი არა. საერთოდ და აი სრული გასადავება მინდის პიროვნების. და ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და ნუ ეს ყველაფერი მე მგონია რომ კარგია როდესაც ადამიანმა ეს იცის რა ელოდება რომ ეს გათვალოს და ეს კიდევ ერთხელ ვამბობ ამ სინთეზურ ნივთიერებებზე ხდება ის რომ რასაც თქვა ტრადიციული ნივთიერებები სჭირდებოდა წლები ეს ნივთიერებები სინთეზური ნივთიერებები იწვევენ ფაქტიურად აი რამდენიმე მოხმარებაში ძალიან ძიმე სურათია ერთ წინადადებას დავამატებ. ლუქსთან დაკავშირებით თუ ჩვენ მსვენელს გაუჩნდება კითხვები, ან აქვს სურვილი რომ მიიღოს, მოგწეროს Facebook-ზე ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი დაიმახსოვრეთ და აუცილებლად ჩვენ დავეხმარებით მას ქალაქში თბილისში იქნება თუ სხვა რეგიონებში დავაკავშირებთ ზიანის შემცირების ცენტრთან და ისინი შეძლებენ კვალიფიციური ინფორმაციის მიღებას და პრეპარატის წაღებას. კი ბატონო, ეს ერთადერთი საშუალება ანონიმურად არანაირი პირადი ინფორმაციის ძალიან დიდი მადლობა ეკა მაკა ძალიან დიდი მადლობა და თემო აი ახლა აი ამდენ რაღაცას ვისმენ და სულ ფიქრობ რომ აი ახლა სულ რაღაცა ახალი ეს რაღაცა სინთეტიური ნივთიერებები რა საშველი შეიძლება აქედან იყოს ეს არის ბოლო კითხვა უბრალოდ ასევე მინდა რომ ახალგაზრდებს მივმართოთ რომ იყვნენ გაფრთხილებულები ამ უბედურების წინაშე ხო, კი ბატონო, მივმართოთ ახალგაზრდებს, მაგრამ მე მაინც გეტყვით გამოსავალი რა არის. გამოსავალს ქვია ესეთი ორსიტყვიანი სახელი, ზიანის შემცირება. ამას ეს ჩემი აზრი და ჩემი მოგონილი არ არის. აი ზუსტად რას გულისხმობს ზიანის შემცირებაში? აი შეძლებს ადამიანი მარტოობაში ამის გაკეთებას, შეამციროს ზიანი? არა, გულისხმობს ზიანის შემცირებას, როგორც დარგს, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით ინფორმაციით შეიარაღებას მომხმარებლის
არის, ასევე მასალებით უზრუნველყოფას, სხვადასხვა გარემო პირობების შექმნას და ასე რისკების შემცირებას. ეს არის გამოსავალი, იმიტომ რომ ნარკოტიკების მოხმარება, მათ შორის ნარკოტიკებზე დამოკიდებულების საკითხი ყველაზე განვითარებულმა ქვეყნებმაც კი ვერ ახმოფრეს, ეს გამორიცხული ამბავია. ხო, ეხლა მართლა თუ რაღაც გემზე დასვამდე ჩაძირავ მოხმარებლებს არ ვიცი, ამაში თუ ვინმე ხედავს გამოსავალს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის ამ პრობლემის გაქრობის. ხო და ამ პრობლემაზე სწორი რეაგირების და სწორი პასუხის არის ზიანის შემცირება, რომელიც ძალიან ბევრ მიმართულებას მოიცავს, რომელთა დიდ ნაწილზე დღეს ვილაპარაკეთ ყველა სტუმარმა. და ხო, ანუ ეს არის, ამაზე არის, ეს უნდა იყოს ხელშეწყობილი სახელმწიფოში. ეს უნდა იყოს საზოგადოებისგანაც ხარდაჭერილი, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობილი და ხო რაღაცა აგენტების და ნარკოტიკების მოხმარების პროპაგანდისტების როგორ თქვა, იარლიყი არ უნდა გქონდეს, რაც სამწუხაროდ გვაქვს და სულ აი ამაზე გვიწევს, რომ აი თუ ადამიანს ეტყვი, რომ აი ამას თუ ამდენს მოიხმარ, მოკვდები, მაგრამ ამდენს თუ მოიხმარ, შეიძლება გადარჩა, ამით თითქოს პროპაგანდას ვეწევით. ან რაღაცად სხვადასხვა სერვისებს თუ შევთავაზებთ და ადამიანს თუ არაფერს არ ეტყვი, ის ხო საერთოდ დაიღუპება მაგ შემთხვევაში. რა თქმა უნდა და ანუ და ეგ სიტუაციაც გვაქვს და ძალიან კონკრეტულად რო გითხრათ გითხარით უკვე რომ დღეს და ხვალ აი თბილისი ოფენი არის ესეთი ფესტივალი და მანდ მუშაობთ. ეს არის ბოლოს წინა ფესტივალი, ამის შემდეგ დასავლეთ საქართველოში კიდე ერთ შედარებით მცირე მასშტაბის ფესტივალზე ვიმუშავებ და მე გვიწევს რომ დავიხუროთ როგორც ორგანიზაცია, იმიტომ რომ იმიტომ რომ ზოგადად ეს აგენტების კანონი და ბოლო წელიწად ნახევარია, რაც ეს გრანტებთან და უცხოურ დაფინანსების მიღებასთან კანონები შეიცვალა, ეს ზოგადად, მაგრამ ეხა აი კონკრეტულად მე-7 თვეა ველოდები ნებართვას და ანუ გამზადებული გრანტი, რომელსაც ფრანგული ორგანიზაცია გვაძლევს, ჯანდაცვის სამინისტრო არ გვაძლევს ნებართვას ამ გრანტის მიღებაზე, რომელი გრანტიც თავიდან ბოლომდე ფესტივალებზე მუშაობას გულისხმობს და ზედოზირების პრევენციას. ანუ კონკრეტულ საქმიანობას გადაარჩინოთ ადამიანები, თქვათ, ამ ტიპის ღონისძიებების დროს. და ამაზე მივიღეთ წერილი, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტებში ეს არ ჯდება და ნებართვა არ მოგწევს. და ასეთ შემთხვევაში თქვენ შეიძლება აგენტი ხართ და იმიტომ აკეთებთ ამას, აი ამიხსენით, ხო შეიძლება პასუხი კონდეს სახელმწიფოს აი ამ კონკრეტულ გრანტზე, აი ეს კონკრეტული გრანტი მართლა ძალიან აბსოლუტურად არაფერს არ არის რომ ჩავშალოთ, აბსოლუტურად არაფერს არ ემსახურება ეს გრანტი გარდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და ჯანმრთელობის მოფრთხილებას. არ ვიცი, როგორც მე ერთი მოქალაქე პირადად აი ახლა მიმართა, თუ კი ვინმეს ესმის ჯანდაცვის სამინისტროდან, რომელიც არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გრანტი, რომელიც ადამიანების, ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ეხება. არ ვიცი, თუ ხო, ნუ დაიდებთ ამ ადამიანების ცოდვას, ეს არის ძალიან მძიმე რამ, რაც ახლა მოვისმინე და პირველად მოვისმინე, მართლა შოქში ჩავარდი ნამდვილად, იმიტომ რომ თუ ეს საშუალება არსებობს და ამას რომელიმე ქვეყანა ამისთვის ფინანსებს გამოყოფს, მე მგონი რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს და ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ძალიან ბედნიერი, რომ საშუალება არსებობს ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე ჩვენ მაყურებელს მინდა უთხრა, რომ დღეს ამ ადამიანებმა 17 სართული ფეხით გამოიარეს იმისთვის, რომ გველაპარაკა იმაზე, რაზეც ვილაპარაკეთ და რა ინფორმაციაც მოგაწოდეთ. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ რეკლამის მერე დაგიბრუნდებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ბრუნდებით ეთერში ამ წუთას გავრცელებული განცხადების ირგვლივ მინდა ახლა ჩავაყენო საზოგადოება საქმის კურსში რამდენიმე წუთის წინ დამოუკიდებელი მედიების მთავარმა რედაქტორებმა და ხელმძღვანელმა პირებმა ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს გენერალური პროკურატურის და სახალხო დამცველის მიმართ. როგორც ცნობილია, პროკურატურამ და სასამართლომ ელისო კილაძის სისხლის სამართლის საქმე დახურეს და გაასაიდუმლოეს. ჟურნალისტისა და გაზეთ ქრონიკა პლუსის დამფუძნებლისთვის დაწესებულ მძიმე შეზღუდვებს მედია კრიტიკულად აფასებს. განცხადებას უცვლელად გაგაცნობთ. ჩვენ ქვემოთ ხელმომწერი დამოუკიდებელი მედია საშუალებების ხელმძღვანელები და მთავარი რედაქტორები კატეგორიულ პროტესტს გამოვთქვამთ ჟურნალისტის გაზეთ ქრონიკა პლუსის დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მიმართ პროკურატურისა და სასამართლოს მიერ განხორციელებული დისკრიმინაციული და არაპროპორციული ღონისძიებების გამო. 4 თვეა ელისო კილაძეს შეზღუდული აქვს ელემენტარული უფლებები, სატელეფონო ზარები, მიმოწერა და ოჯახის წევრებთან პაემანი. სასამართლო პროცესების
ჟურნალისტების დახურვა და საქმის სრულად გასაიდუმლოება მოწმეებზე ზეწოლის საფრთხის საბაბით. მიზნად ისახავს საზოგადოებისგან ჟურნალისტისა და პროცესის სრულ იზოლაციას. მიუმართად გენერალურ პროკურატურას დაუყოვნებლივ გაუქმდეს ჟურნალისტ ელისო კილაძისთვის დაწესებული კომუნიკაციის შეზღუდვები, უზრუნველყოფილი იქნა სასამართლო განხილვების გამჭვირვალობა და საჯაროობა, რათა საზოგადოებამ შეძლოს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა დასაბუთებულობისა და დასაშვებობის კრიტიკული შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა და სასამართლო უარს იტყვიან სასამართლო განხილვის საჯაროობაზე, ჩვენ დამოუკიდებელი მედია საშუალებები ამ გადაწყვეტილებებს მივიჩნევთ არა მართლმსაჯულების განხორციელებად, არამედ კრიტიკული მედიის გაჩუმებისა და ჟურნალისტის დასჯის მიზნით მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად. განცხადებას ხელს აწერენ გელა მთივლიშვილი, საქართველოს ამბები მთის ამბების მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე, ბათუმელების მთავარი რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილი, პუბლიკის მთავარი რედაქტორი, ლია ჩახუნაშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია კავკასიის დირექტორი, გიორგი თარგამაძე, TV ფორმულას გენერალური დირექტორის მოადგილე, თამარ უხაძე, ბათუმელები, ნეტგაზეთის დირექტორის მოადგილე. აი ეს იყო განცხადება, რომელიც გაგაცანით. ახლა კი გადაცემას უბრუნდებით. მე ღირსებას არ ვყიდი, მე ვყიდი ვაშლს. გვითხრა ჩვენი რეპორტაჟის გმირმა, ის ვაშლის გამყიდველი არ არის. ასე აგვიხსნა თავის ცხოვრების ახალი თავის არსი კაცმა, რომელიც 1995 წლიდან სამოქალაქო სექტორში მუშაობს. საიას ბათუმის ოფისის ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე. მრავალი წელი მუშაობდა ადამიანის უფლებების დასაცავად. მოგვიანებით განათლების საერთაშორისო ცენტრისა და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ხელმძღვანელი, რომელსაც მრავალი საგანმანათლებლო თუ მედია პროექტი აქვს გაკეთებული, დღეს პატარა ჯიხურში წვრილმანებს ყიდის. წვიმიან ამინჩი ბათუმში ვარ და დანარჩენი აქო. ხელვაჩაურის მშვენიერ სოფელზე მიგვითითებს ჩვენი რესპონდენტი. გამაგრილებელი სასმელების ნაჩუქარი მაცივარი, ერთი ყავის აპარატი და ერთი საჩირე. სულ ესაა ასლან ჭანიძის ბიზნეს ინვესტიცია. ატმის, ვაშლის, ალიბუხარის თუ სხვა სეზონური ხილის ჭირს საკუთარი ხელით ამზადებს. იქვე ათასავების თაფლს და მეზობლების მურაბებს ყიდის და საკუთარი 50 ძირით ხილის მოსავალსაც ელოდება. მთისა და ზღვის ჰაერის ნაზავით განთქმულ მირვეთში აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში. ყუდრო მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით ასლანმა გვიმასპინძლა და მოგვიყვა, როგორ გაიზარდნენ მის ხელში ადამიანები, რომლებიც ჯერ აბაშიძის მეხოთბეები იყვნენ, მერე სააკაშვილის, ახლა ივანიშვილის გუნდში არიან და გაიხსენა გზა, რომელსაც ასე დაარქვა. როგორ მოვხვდი NGO-დან ბუდკაში. ნახეთ ასლან ჭანიძის საქართველოს ამბავი. რომ მივხვდი რომ მე სამსახურს ვინმე არ მომწევს, მე ბიზნესი არ მაქვს, რაღაცა შემოსავალი უნდა მქონდეს, სესხი მაქვს გადასახდელი, კომუნალური მაქვს გადასახდელი, რა ვიცი, დაზღვევა მაქვს დღემდე, წამლები რაღაცა მჭირდება ქრონიკული დაავადებების გამო და გადავწყვიტე რომ ვიარო, როდესაც იქნება კარგი ამინდები, ამ წვიმიან პერიოდში ბათუმში ვარ აქციაზე, კარგ ამინდებში აქავალ ზაფხულში ალბათ აქეთ ვიქნები რომ კონდეს პატარა შემოსავალი, იმიტომ ვინმესგან რომ ვისესხო ფული იდეაში ბევრი მე არ დამჭა ადამიანი რომელისგან მე შეიძლება ვისესხო, იმიტომ ჩემი მეგობრები, ჭეშმარიტი მეგობრები, ვინც ხარ შენ ჭა ისიც არასამთავრობო ორგანიზაციები მოდიან და ზოგი ჩემზე ვარ ეს დღეშია, იმიტომ არაქვენის სოფელი არაქვენის შესაძლებლო ზოგიერთ ვაჭაყირებს სახელგვარებს არ გეტყვით, ჩამოდით ჩემთან დღეში 10 ლარს გადაგიხდით. ატარაში ქვიან ბუირუს. აქ ჩირს ვაკეთებდი რა. ჭრი ხო? მე იყიდება. ბიჭო, რაბერა გაყიდვითაც ყიდი და თუ რამე მოვიდა დეგუსტაციაზე ჭაჭადალია თქვა მივეცი ბავშვებს ვაჭმევ ისედაც კამფეტებს და რაღაცას და ბიზნესი რა რამდენი ხანია აქეთ ხარ? ბიჭო, აი ზიარო დააკავეს ხო? მე უკვე დავიწყე აქ სიარული, პროექტები გაჩერდა, ყველაფერი გაჩერდა. ანუ პერიოდულად ჩამოდიოდი პროცესები, აქციები, რაღაცები და ნელ-ნელა
რომ ახლა ჭირს ვაკეთე. ახლა ტესტავ ატავს. ჯერ ატამი გამჭერი, ახლა ვაში. ისე სხვათა შორის ჭირის ამბავი როგორ აიცი, რომ დავიწყე გაკეთება ბათუმელების ჟურნალისტებს და აქციის მონაწილეებს ტესტავდი. ანუ რომელი ვარიანტი ჯობია? აი ქერქი თუ ქერქოთ, ანუ ძალიან ჩიფსები ვით გამშრალი თუ აი ცოტა რბილი და ნუ აი თელი ზამთარი ტესტე რა და რა ვიცი, ვყიდი რა. მე აგერ მაცივარის ყიდვას ვაპირებდი, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტია, მამამისმა მაღაზია დახურა და თათო ერთ მაგას. იმის მამა მაცივარი მაჩუკა ხუხტები ახალი არ არის, მაგრამ მუშაობს რა. ანუ თავისთავად ეცინება, მაგრამ როგორია ისი პოზიტიური იუმორი, ამით ვამაყობ კელა. კი არ დავცინე საკუთარ თავს, მე რო წავალ აქციაზე რომ მივალ აგერ ბიზნესმენი მოვიდა რაღაცა სამცალ კამპენჩი ვიდებ ჯიბიში წარეკოს და ვიღაცა მომწონს იმას ვაძლევ და მე ამით ვამაყობ, იმიტომ მე სამარცხვინოს არაფერს არ ვაკეთებ. აქ მაგ ნივთები ქალბატონების, მათ შორის შუშუმპირების, მაგალითად ბაბალეს წინდები, ეხმარები გაყიდვაში. მაგ მეგობრების დასალევები, რომელსაც ვყიდი. რა ვიცი, აგერ ჭირს ვაკეთებ და აი ყავის აპარატი მეგობარმა დამეხმარა ჭირის აპარატი ვიყიდე. რა ვიცი, აი შემოსავალი რაც მაგ მე მყოფნის კელა, რა ანუ ის ლარიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, აგერ დღეს თაფლი გავუყიდე ნათესავს, ხო? ხვალე შეიძლება მურაბა გავუყიდო. აგერ თხილის სეზონი მოვა, თხილს მოვკრებ 50 ძილი მაქვს, აგერ ვზივარ, ვარჩევ, ადგილზე ვყიდი. ანუ მე ამის არ მცხვენია, იმიტომ აი მათგან განსხვავებით მე სინდის ნამოს და ღირსებას არ ვყიდი. მე ვყიდი ვაშ. ესენი უცხოელები არიან, აშკარად ებრაელები არიან. კობა როგორა? მობძანდი? ჩემზე რეპორტაჟი იღებენ აგერ და მაიკ მაგდა ახლა ხო იცი? არა, NGO და როგორ აღმოჩნდი ბუტკაში. კობა დაგპატიჟებ? რაზე? ყავაზე, ამერიკანო, ესპრე. აი ურძეოთ რო რა ქვია მაგა. ამერიკანო. ამერიკა. კი, კაცო. რა ჩაქარი? არ მინდა. აი, პაჟალუსტო. ცხელი თუა ჭიქა კიდევ ჩაგიდებ ჭიქაში. მე სხვა შემოსავალი არ ამაკ. ანუ ბინა არ ამაკ გასაკირაები. მანქანა 17 წლის პრიუსი მყავს, გელა მე რო ვიტაქსაო, აი ყველაზე დაბალი ვარსკვლავსაც კი არ მომაჭერ. ბათუმელების ხარდაჭერი, რა ქვია ეს? ხო, QR კოდი რომელიც შეუძლიათ რაც მძღოლებს თავაზობ, რომ შეგიძლიათ ჩარიცხოთ და გაზეთებს ვარიგებდი, პოლიტპატიმრების ზიას გაზეთი იყო და ახლა ცოტა დამჭა ევროპაზე რო არის გაზეთი, ეს სხვათა შორის მაგარი გაზეთია, ძალიან მოწონს ქართველებს, სადაც ისტორიებია, ანუ ისტორიული რაღაც ფაქტებია მოცემული, ძალიან მოწონს რა და ბადრი ალიბუხარი რა, ცოტა გიზარდა, აგერ მქონი. ერთი დევღალე ბადრი რა. თელი დღე ფუტკარივით ბრუნავ. იჟდე უნდა და ტურისტელოდებოდა. მოდიან. გაბარჩოვა! ბათუმი! 2 წლის უკან გელა. მე რო ამოვდიოდი, სულ ეხმარებოდი, იმიტომ იყვნენ ფრანგები, თქვა პოლონელები, ანუ გერმანელები, ახლა ამოდიან, ძირითადად არიან რუსულენოვანი, ანუ უცხოენოვანი ადამიანი, აი ებრაელი, თქვა არაბეთის ქვეყნებიდან უფრო ხარჯავენ ტურისტულ გართობებში, აი კატერით გასეირნება, აი აქ არის გვარა, ციხესიმაგრეა და იქიდან გაკეთებულია ზიპლაინი. ანუ ევროპელი ტურისტი ცოტაა. ძალიან ცოტაა, მაგალითად 3 წლის უკან უფრო მეტი იყო. შარშან იყო, წელს ძალიან იშვიათი, ვაი ევროპელი ტურისტი. ძალიან სამწუხარო რა ქართველი ტურისტები, ძალიან იშვიათობა და ავიც მე მიხარია რომ ქართველებს ხედავ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ხო, იმიტომ რომ ავიც ურჩევნიათ ევროპა და შესაძლებელია ევროპაში უფრო იაფიც იყოს დასვენება. იმიტომ ბათუმში ფასები სასწაულია რა, ეს ზაფხულის სეზონი რომ მოდის, ყველაფერი ორმაგდება, საშინელი ვითარება, საცობები, ინფრასტრუქტურა გაუმართავი, ეს არ არის ღვინოს სამყარო, როგორც კახეთია, ხო? ხო, აქ ღვინოს ტურებს ვერ მოაწყო. რაღაცას ვერთობით.
მაგრამ რაღაცა უნდა გაკეთდეს. მაგალითად, აქ არის ამ ჩანჩქერის შემდეგ კიდევ ერთი ჩანჩქერი 500 მეტროში. ვიღაცას ხო აინტერესებს ეს ტყეში სიარული, ესეც უნდა განავითარო. უბრალოდ იქ გზა უნდა მოაწესრიგო, ვიღაცა უნდა მოამზადო ადგილობრივი. ანუ მირვეთში უნდა მოვიდეს, ხა ჩანჩქერის სანახავად, აგერ არის კინის ხიდი, ანუ თამარ მეფის ხიდს რო უძახიან, აგერ არის ნალია და ბუნება, გელო. ესეთ ბუნება, როდესაც ჩანჩქერზე რომ მიდიხარ და სიმწვანეა ყველგან, სიგრილია. ეს არის 100 წელზე მეტი ნალია. ყველას აქვს თითქმის სოფელში ნალია რა. ზოგი 200 წლის იყო, მაგრამ რადგან რესტავრაცია ვერ მოახერხა ადამიანებმა თოვმა და ანგრია, გააზდა ტურისტების მოყავენ და უხსნიანი და აღმოსავლეთისგან განსხვავებით დასავლეთში ესეთი ნალია. ავი ჩემმა ეზოში საწახილის ყვა, რომელიც 700 წლისაა. ეგერ ჩვენი ძირის სახლია, სადაც სათოფურები არის. 400-500 წლის სახლია. კედლები, მთელი სოფელი მუზეუმია და ძალიან ისტორიული სოფელია რა. სამწუხაროდ ბერდება სოფელი, იმიტომ რომ წარმოიდგინე მე მესმის გელა რომ ახალ ბავშვებს, ახალგაზრდებს უნდათ რა ვიცი ქალაქში ცხოვრება. აი აქიდან რომ წახვიდე, ხელვაჩავრობდი საავადმყოფოს ვერ იპოვი, ხო? აფთიაკი, მე რო წამალი მჭირდება, ჩავდივარ ხელვაჩავრში. აფთიაკი არ არის არს. საიას ფილიალი რო შეიქმნა 95 წელს მივედი. მე გავხდი თავმჯდომარე 2000 წელს. წესდებით, ხო, ასლანი იყო. წესდებით 2 წელი უნდა ყოფილიყავი, მაგრამ 5 წელი სანამ ასლანი წავიდა, აჭარა თავისუფალია. და მეც დეკემბერში საიას გამგეობა ჩავატარეთ და თქვი რომ ყველაფერს აქვს საზღვა. მაშინ იყო ღია საზოგადოება საქართველოს ბათუმში და მე გაკეთდა საერთაშორისო განათლების ცენტრად და იქ გადავედი და მე 3 წელიწადში თუ არ ვწდები გადმოვედი თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში და მე კი გავხდი იმის თავმჯდომარე რა. თორე ისე 5 წელი აბაშიძეს დროს ჩემ თვალწინ გაიზარდნენ დღევანდელი მეხოთბეები. ანუ მაშინ რომ ასლან აბაშიძეს აკებდნენ და დედმამას რომ დახრეტდნენ ასლან აბაშიძის გამო, მე მიხეილ სააკაშვილის გამო და ახლა ნუ ბატონი ბიძინას გამო ალბათ სასწაულებს იზამენ რა. სანამ ახალი გამოჩნდება. ხელისუფლება რო შეიცვალა 2004-დან 6-მდე, სწორედ ვიყავით ბათუმის ნომერ 3 საპყრობილეს მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი და მიწევდა დასკვნების წერა და ერთი დღე კარები მიმიხურეს და აღარ შემიშლეს საპყრობილეში. რა ვიცი, მე ვიყავ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში, ვაკეთებდით პროექტებს, ინფრასტრუქტურის. მაგალითად, ჩვენმა ორგანიზაციამ გააკეთა ქედის სამოქალაქო ბიუჯეტი მთლიანად. საქართველოში პირველად მოხდა, როდესაც ყველა სოფელს ჰქონდა თავისი ბიუჯეტი და ყველა სოფელში კენჭისყრაზე გავიდა სოფლის მოსახლეობის პროექტები და სოფელი აირჩევდა. და დაბა ქედაში, პირველად ჩვენ გავაკეთეთ GIZ-ის ხარდაჭერი. თქვათ, ნედის ხარდაჭერით ვახორციელებდით პროექტებს, რომელიც აი სამოქალაქო კლუბების გაძლიერება იყო იმაში, სოფლის სკოლებში ოღონდ. USAID-ის დახმარებით ბათუმში ფუნქციონირებდა ახალგაზრდული კლუბი, სადაც დაახლოებით 150 ახალგაზრდა მაინც იყო უფასო ინგლისური სწავლება, სხვადასხვა სასწავლო კურსები, სოციალური პროექტები იყო, ბიზნესი გვეხმარებოდა, მაგალითად სათნოების სახლს ვეხმარებოდი, იქ მოხუცებს. აი ასლან აბაშიძეს ხელისუფლება რო გაძევებული იქნა, მაშინაც თავაზობდნენ, რა ვიცი, კარგ თანამდებობებს, კარგ ადგილებს, მაგრამ როდესაც ეკითხებოდი, რამდენად ვიქნები მე თავისუფალი, რომ მაგალითად მე მაქვს პოზიცია, რომ თქვა სამინისტროს 4 მოადგილე არ ჭირდება. ხო, 2 საკმარისია პრინციპში და მაგალითად რომ აი ამ სტანდარტებით ვიმუშავებ და არავინ არავის არ დამინიშნავს. ამაზე ხოლმე იყო როგორი რეაქცია, იცით, აუ, იქ გუნდი ყავს, იქ ხალხმა იბრძოლა. მაშინ მე ბუნებრივია ყოველთვის ფიქრობდი, რომ რამდენად მიღირს მე, რომ ამდენი წელი ნაგროვები რაღაც ავტორიტეტი, რომელიც არა საზოგადოების წინაშე, არა საკუთარი ოჯახის წინაშეც რომ მართალი იყოს, საკუთარი შვილების წინაშე, მე როგორ ამას და ყოველთვის ვამბობდი ვარ. აქ ზოგიერთი ბრძოლი მიხურებში რაგრაგინდა. ფუტკაში.
ნუ ახლა მიცნობენ, იმიტომ სოფლებში რომ პროექტებზე ვარ ტელევიზორში რა არის კომენტარები, საიაში რომ ვიყავი 1-2 ციხიდან ყავს გამოყვანილი, ანუ პროცესების ამბავში, ხაკ რა გინდა? ვაჭრობ რამეს ვაშავე, პატიოსნად შრომო. რომ მეკითხებიან აგ რატო ზის, თქვა რა, მთავრობის ხელში საუდავიზდე ან ციხეში, ან სოფელში ვეთხარი ვაჭრობ. მე და მალხაზ ჩხადუა შევხვდით გერმანიის ელჩი. სხვადასხვა ელჩებს ვხვდებით. ჩვენ ქვეყნის მოღალატეები ვარ. ისინი კანადაში ჩადიან და deep state ცოცხლად ხდებიან და ანუ პირადად ჩადიან მათთან და ისინი გმირები არიან, ქვეყნის პატრიოტები არიან. ამ დღევანდელ ზელეგიტიმურ ხელისუფლებას, რადგან მათ უნდათ რომ ესე იყვნენ, ისე დავამატე ერთი კაცის ზელეგიტიმური ხელისუფლება. უფრო სწორი, ხო? არაფრის უნარი არა. ანუ საკუთარი თავის პიარის ხარ შეუძლიათ ხელა. ყველაფერს თავი რო დაალიმო. აი წინა დღეს გამოდიოდა ვლადიმერ ბოჟაძე. ვისასწაული თქვა კაცს. ახლა ჩვენ ნაკითხ პრეზიდენტზე აღარ საუბრობ. ხა ან პარლამენტის თავმჯდომარეზე, რომელიც არასამთავრობო სექტორი გამოიყენება. ხო? რომელიც რა ვიცი გერმანული გრანტებით რო ფინანსდებოდა, ხო? ან პრემიერ-მინისტრი რომელიც გამოდის და იძახის მეორე კაცი ვარ პარტიაში და ქვეყანაში და ყველაფერს იმას უთანხმე. ანუ რაზე უნდა ველაპარაკო? მაგალითად გუშინ წავიკითხე რომ ჩოხატაურის სტუარტების საკრებულოს თავმჯდომარე რომელიც ჯგუფურად პოლიციის ძალადობაში არის ბრალდებული 1 წელი მიწევ და მზია ამაღლობელმა რომელიც საკუთარი ღირსება დაიცვა და ალიყური გააცვლა გემირ პოლიციელს გებუაძეს რომელსაც ყურია ეწვა, ლოყა ეტკინა, ცრემლები წამოვიდა, მზია ამაღლობელს 2 წელი მიუსაჯეს. აი მე მაინტერესებს მართლა გებუაძეს შობლების პოზიცია. არ ვიცი ახლა თუ ყავს ოჯახი, რა ვიცი ოჯახის წევრების პოზიცია. ანუ არაფერი არ უთხრეს საკუთარ შვილს, რა ვიცი მამას, მეუღლეს, რომ არ შეკითხვა. ანუ ყველაფერზე უნდა წახვიდე თუ დავალება მიიღე. ხო? ან ის გორელი პოლიციელები, რომელმაც უმოწყალოცემენ, კლავდნენ ადამიანს, ადგებიან ქვეყნის სადღეგრძელოს დალევენ. შემდეგ პატრიოტობაზე ისაუბრებენ. საქართველოს სიყვარულს დალევენ, კაცობის სიყვარულს დალევენ, მე იმ ხალხით მაინტერესებს მის გვერდით დროს ის. და აი ამას ადგება და ჭიქას მიუჭახურება. მთელი სისტემა ჩაირთო ერთი მზიას დასაჩაგად. ანუ ერთი მზია მთელი პოლიციაზე მაგარი აღმოჩნდა. და ამ მზიაზე დაიტეხა ამ ხელისუფლებამ კბილები მე მგონი. ან იგივე რაც რიჟვაძეს დაემართა, ხო? ის იყო, რა ვიცი, ოცნების ხოლმე საბჭოს წევრი. როდესაც მისი, რა ვიცი, ეგრეთ წოდებული ძვაკაცები გაისუსენ, ჩვენს ვამბობთ, კითხვა, რას მითხოვ კაც თავისუფლება. რატომ კაც ვისთვის, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი გაამწყარეს. ძალიან ბევრი ადამიანს ისეთი რაღაცა აკადრეს, რომელიც ის საჯაროდ ვერ მოყვება კიდე. მაგრამ ის ადამიანი ამას არასდროს არ აპატიებს. მე არ ვიცი, იმიტომ შვილი არ აგებს პასუხს, მესმის, მაგრამ დადასული ადამიანი თუ ხარ, უნდა ბოლოს და ბოლოს გამოხვიდე და თქვა. მაგრამ რა უნდა ველაპარაკო, როდესაც ერთ-ერთი დეპუტატის შვილზე რა კამპანია აგორეს გიჟიაო, მამამისმა ხმა არ ამოიღო. ამახა ბოლოს და ბოლოს, ხო? ანუ ამაზე მეტი რა, აი, ქელა მივიდე და ველაპარაკო, რაზე ველაპარაკო ასეთ მამას. ხოხტები? ან მაგალითად პოსტივის ის რომ შალმარავიშვილი, ხო, მის მაშვილმა რომ გამოვიდა. შვილი არ ელაპარაკა, მე იმას რა უნდა ველაპარაკო. ეხტი, ანუ ის რომ ვიღაცას უნდა ელაპარაკო, აი დიალოგი, მე ამის არ ჯერ. იმიტომ საკუთარი შვილები გაწირეს ადამიანებმა იმისთვის რომ საზოგადოების ბულინგის საგანი გამხდარიყვნენ და ხმარა მოუღიათ ამას. ანუ იმის გამო რომ ბიზნესი აქვს, იმის გამო რომ პარტია და რა. რა ვიცი, რაზე უნდა ველაპარაკო. ეს როგორა ჩვენი გენერალი Facebook მედიას რომ ამოწმებენ. გენერალი, ხო.
ეს ინგლისური ლექსი გამახსენდა სოლომონ ვოზგრანდი, ანუ დაიბადა ორშაბათს, მოინათლა სამშაბათს და ასე შემდეგ მიდის, ესე იყო ბატონი დინარაძის კარიერა ამერიკის ბოლოს დასრულდა რა და მე მის თქმა მინდა გელა რომ ჩვენ ხო ქართველები აი ყველამ უკეთესად ვიცით აი პროექტის გაკეთებას რა უნდა კაცო წყალი რო გავყავდა და 6 კილომეტრი დღეში შევდიოდით და წყარო ვამოწმებდით როდესაც აი ამას ვაკეთებდით როდესაც სხვა NGO-ები ხდებოდნენ ველზე ანუ მათ ეგონათ რომ იცი აუ წყალი გაიყვანა რა პრობლემაა კაცო იმ წყალი იმაში კი არ ჭაბურღილს კი არ ვაკეთებდით 6 კილომეტრი 4 კილომეტრი 5 კილომეტრიდან მოვყავდა და იმ გზის დაგებასაც ვესწრებოდით და იმ ბოძების დაგებას და ამ მასალების თრევას და რა ვიცი ყველა ბიზნესმენს იგი მყავდა თვალში ამოყვანილი იმიტომ ყველა თხოვდი ტანკა და აკელი და ჩვენ ბოძის გაკეთება 250 ლარი ჯდებოდა მათი 800 აღძრა მე აუდიტმა დაწერა აღძრა პროკურატურას საქმე რა შედეგი რამე დაგაცადმე ამაზეა და ჩვენ გეძახდნენ გრანტი ჭამიერს ჩაუვარდათ პროპაგანდა აი ერთი მაჩვენო NGO-ს წარმომადგენელი რომელიც გრანტებით ცხოვრება აიწყო ან მედიის წარმომადგენელი რომელმაც ცხოვრება აიწყო და თავისუფალ მედიას დააყადაღებენ ანგარიშებს გაუყინავენ მაგრამ იმედი რუსთავი 2 პოსტივი არის დაუცველები ყველა ვალეს აპატიებენ, მაგრამ შენ ბიუჯეტში ლარი დააკო, ეგრევე იმას იზამი დაგიყადაღებ. ჭაჭა, კონიაკ, ვაინ. ჭაჭა. 65 grapes. Yes, okay. აქციის აქტიური მონაწილე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ მოვიყვანოთ ჰოლანდიელი. ჰოლანდიელი, იმიტომ ახლა საღამოს აქცია, დღისით ჩვენ გაგვიმარჯოს. გამარჯოს. No, ჩვენ გაგვიმარჯოს. When imagine ჩასტებ აგერო ახალგაზრდები იყვნენ ახლა ამოსული ხო აქციებზე დადიან საღამოობით მაგრამ მუშაობა კიდევ ხო რა ვიცი უამრავჯერ დააჯარიმენ ნუ არა მარგაჩერებულა ზოგი ბავშვებს ამზადებს ზოგი სადღაც რეცეპშენზე მუშაობს ზოგი რაღაცა მე აგერ სოფელში რაღაცა იმის არ იყოს ანუ არ გავხდით ვინმესი მათხოვარი და არ წავედით კომპრომისზე, როდესაც იყო მომრავლის შესთავაზება. არ გემინდა. მე მირჩევნია მამა ჩემი გაწონებული იძახდა რომ ლარი იყოს და შენი იყოს. მე ისთვის ბრძოლობ გეტყვი, რომ ჩემი შვილები გელა ცხოვრობდნენ თავისუფალ საქართველოში, სადაც სიტყვის გამო არავინ არ დაждჯის. მე მინდა რომ საქართველოში ამ ახალგაზრდებს კონდეთ შესაძლებლობა განვითარებისა. როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ისე მეცნიერული ბოლო დროს გაიგონია ქართველი მეცნიერის წარმატება. არა ის ველები წავიდა და თვალზე და იმაზე არ მაკლაპარაკ. არ მინდა მე ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდეს ჩემი შვილები და რა ვიცი შვილიშვილები, სადაც ვიღაცამ იმის გამო რომ თქვას რომ ათეისტი ვარ თავში ჩაარტყა ან თქვას ადამიანმა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ვარ და ამის გამო ჩაყოლო არ მინდა ფარისევლების და მეხოდბეების და მლიქველების ქვეყანა იყოს არ მინდა პუტინიზმი და არ მინდა ეს ჩრდილოეთ კორეა გარდაიცვალა ბიჭი ნარკოტიკების გამო გუშინ წინ იყო ქობულეთში 18 წლის ბიჭი გარდაიცვალა გარდაცვლილი იპოვეს შარშან აქა იმდენს ხრიდან მიწას გელა მოდიოდნენ ახალგაზრდები მე ხო ხედავდი რა რაღაცა ის ლოკაციებს როდენ წელს არ არის ღმერთს მადლობა ეს ბუნებრივია იმ ოჯახსაც აბრაზებს ხო იმიტომ რომ ახალგაზრდა ბიჭები იღუპებიან ამ შვიდობა მინდა მაგრამ ეგეთი შვიდობა სადაც ყოველწუთში სროლა პოლიციელი ძალადობს ანუ ხალხ კრიმინალის კი არ ეშინია პოლიცielis ეშინია რა აფთიაქში ხშირად დავდივარ ახლა წამლებს ხიდულობ რომ პერიოდულად ჭირდება ადამიანები მოდიან და 5 აპს ხიდულობენ 3-ს ხიდულობენ ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა და 10 წელი მინდა და კალმა უთხრა სიროპია 30 წლის ვერ ხიდულობდა შევთავაზე დახმარება შერწყვა ბიჭი და წავიდა ახალგაზრდა ბიჭი იმიტომ პული არ კონდა 2 წლის ბავშვამდე რაღაცა სიროპი ჭირდება ბავშვი რო იხვეწება რა და 1 წელი და 3 წელი სიცოცხლე თუ გაყამჭირდა ანუ მათემატიკაში გადაიყვანეს ბავშვის სიცოცხლე კალკულატორში გადაიყვანეს
იქ ხვალე რო არ იქნები ხელისუფლებაში და ვიღაცა ქუჩაში რო შეგხდება და არ ვიცი და შეგაფურთხებს რა რეაქცია მე უნდა მქონდეს გელა ადამიანში ეს გროვდება აი აფეთქება მოხდება მაგრამ როდესაც მე და შენ ოპონირებას უწევ და პროტესტს ვეწევ ჩვენი პროტესტი და ოპონირება არის გააზრებული ცივილიზებული და ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად არარადიკალურად სოციალური აფეთქება რომ მოხდება რომელსაც დაირკვევა პოლიტიკური იქ ეს ხალხი გადაულისავდეს შენ არიცი ხოლმე ბიჭები მირეკავენ ქალაქიდან აქციაზე ამოვა ბიჭო მეუბნები მე მჭირდება ყიდვალუნარიანი სტუმრები თქვენ არის გამხეკილი მეუთხარი ამოდიხარ ჩემ ჭაჭას სვამ ჩემ მეუთხარი საჭმელს ჭამ კიდევ ჩემ თუთუს იწევით და ბოლოს ბენზინი ჩამისყიდვა თქვენ ბენზინ გასავარდი სადგური არ მაქვს ამ ხალხს ვერაფერი ვერ გატეხავს განსხვავებით იმ ადამიანებსაგან რომელიც აი რავი საქართველოს სადღეგრძელოს დალევენ და მე მიდიან და იპარავენ ხო ანუ მირჩევნია ვიყო ესე აშლითავთ ეპრესიდან რო გამოსული ხარ რაღაცა ესეთი გარემო ვიხდებოდა და ბოლოს გავაკეთე ჩატი და deep state-ის შეკრებები დავიწყეთ კვირაში ერჯელ აჯიკაში ყავას ვამდი და ახლა ჩვენ ახლა დიდი кейფის თავი და ვარკვი deep state-ის შეხვედრები და ახლა ჩატს დავარკვი ასლანი წავიდა სოფელში ну ეს ხუმრობითაა რა ანუ იმ ჩატში არის ციალა მალხაზია გოჩა ჟავანაძე ანუ აი ეს აქციის ვინც ვართ მეგობრები მალხაზ ამაღლობ ანუ ვინც ვართ მეგობრები ჩემი მეუღლე ანუ რაღაცა ერთ უცბად რო ერთმანეთს ინფორმაცია გაუცვალოთ რა ასლანი წავიდა სოფელში ხო ჩატს დავარ მომავალი სახელწოდება რა იქნება ამ ჩატის ასლანი დაბრუნდა